საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. გირაო თუ ციხე? ამ არჩევანის წინაშე დღეს ახლა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ირაკლი ოქროაშვილის დაკავების შემდეგ ცხადი გახდა, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ერთი წლით პატიმრობაში შესაძლოა ის პოლიტიკოსები გაუშვან, ვინც არც კომისიას ცნობს და არც გირაოს გადახდას აპირებს. სასამართლოს ხდომების განრიგის მიხედვით შემდეგი ზურაბ ჯაფარიძე, შემდეგ გიორგი ვაშაძე. მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში ჩანიშნული ასევე ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას სასამართლოს ხდომები. პოლიტიკოსების საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებენ. ქართული ოცნებიდან კი მათ მოკლედ და გასაგებად პასუხობენ, რომ ყველა ვინც კანონს დაარღვევს, პასუხსაც აგებს. ისინიც კი, ვინც გირაო გადაიხადა, აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია პოლიტიკოსების წინააღმდეგ ანგარიშწორების იარაღია. მათი დევნისა და ზეწოლის ბერკეტი. თუმცა, სასამართლოს ხდომებში არათუ მონაწილეობენ, არამედ მოწმის სახით იმ ადამიანების გამოკითხვასაც ითხოვენ, ვინც მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვა. არგუმენტი ასეთი აქვთ, უნდა ჩამოხსნან ნიღაბი ამ ხელისუფლებას, თუ როგორ აქვთ მიტაცებული ყველა სახელისუფლებო შტო, მათ შორის სასამართლო და ამას გააკეთებენ ყველანაირი გზით და ყველა ტრიბუნიდან. არსებობს თუ არა რისკი, რომ პოლიტიკოსების ნაწილი გისოსებს მიღმა და შესაბამისად პოლიტიკური პროცესების გარეთ აღმოჩნდეს. და რომელი გზა უფრო უკეთესია პოლიტიკური ბრძოლის, ასე ვთქვათ, პროცესში? გირაო თუ სრული დაუმორჩილებლობა. გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენების ლიდერია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ამ ერთ-ერთ მთავარ თემაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად მინდა თქვენი მოსაზრება და ვერსიებიც მოვისმინო იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიღებასაც ხელს არაფერი შეუშლის. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ფაქტობრივად გააუქმოს, არადა თავის დროზე ეს უწყება შეიქმნა როგორც ძალოვნების მაკონტროლებელი, მარტივად რომ ვთქვათ და ასევე დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუქვემდებაროს. ანუ ვერსიები მოვისმინეთ, სხვა შორის ერთ-ერთი კრიტიკის საგანი იყო ის, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩამოყალიბება ეს იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა და შესაბამისად მისი გაუქმება ნიშნავს, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში შეიძლება აძლევდეს ხელს ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი უწყების გაერთიანება? თანაც არ ვიცი, დილეტანტებიც კი იცის, რომ დაზვერვის სამსახური კონტრდაზვერვასთან, ანუ სამსახურებთან, რომელიც არის სუსის დაქვემდებარებაში, გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტში შეიძლება შედიოდეს. რას მივიღებთ აი ამ ორგანიზაციების გამსხვილება გაერთიანებით? მოგესალმებით, პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. ზოგადად, რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს არის დემოკრატიული წესწყობილების ხელყოფა, ხო? პირდაპირ, ასე ვთქვათ, განადგურება ინსტიტუციების, ხალხის, ადამიანების, პოლიტიკური ოპონენტების, მედია საშუალებების იმისთვის, რომ უბრალოდ ძალაუფლება შეინარჩუნოს ივანიშვილი კობახიძის დაჯგუფება. მეტი არაფერი. არაფერია საერთო, რა თქმა უნდა, ამას არც ევროპასკენ მისწრაფებასკენ არ აქვს და ჩვენ ხო რატო გვინდა ევროკავშირი? იმიტომ რომ ზუსტად ისეთი ტიპის დემოკრატია მინდა, როგორც ევროკავშირშია, რომ ადამიანი იყოს დაცული და ის რაც ხდება სასამართლოში, ახლა დღეს ვიყავი სასამართლო პროცესზე, სინდისის პატიმრების და ყველა ოთახში აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესი, აბსოლუტურად ყველა ოთახში. აქეთ ჯარიმები, აქეთ სისხლის სამართლის საქმეები, აქეთ პოლიტიკურ პატიმრებს, საერთოდ სხვა საქმე აღარ იხილება. აი თუ გნებავთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს საქალაქო სასამართლოში, ყველა ოთახში აბსოლუტურად არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოტივირებული საქმეები. ხო, ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ეხლა ძალიან მკაფიო დიაგნოზი მინდა დავსვა ორივე ცვლილებაზე, რაც ხდება. რაც შეეხება სუსის და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას. ნებისმიერმა სპეციალისტმა იცის, რომ ეს არ შეიძლება, ხო? იმიტომ რომ ფუნქციურად აბსოლუტურად ორი განსხვავებული ფუნქციაა. ერთი არის
საქართველოს ფარგლებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება და მით უმეტეს ჩვენ გვჭირდება, მძიმე ვითარებაში ვართ. მეორე არის ქვეყნის შიგნით, წესით ამას უნდა აკეთებდეს და არა პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას, ქვეყნის შიგნით, ასე ვთქვათ, გამოავლინოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეები, ხო? მაგალითად, იგივე სხვა ქსელები, რომელიც შეიძლება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს ასე შემდეგ. მაგრამ მე გეტყვით რა ხდება აქ? საგარეო დაზვერვის სამსახურს ვერ აკონტროლებდა რუსეთი. რეალურად ეს გაერთიანება ხდება, იმიტომ რომ სუსში რუსეთს აქვს გაცილებით მეტი, ასე ვთქვათ, ბერკეტები კონტროლის და ამის შესახებ ჩვენ პრინციპში ინფორმირებულიც ვიყავით, იმიტომ რომ მათ შორის ამერიკული და სხვადასხვა წყაროებიდან საჯარო ამერიკელებთან მჭიდრო ურთიერთობის გამო ვერ აკონტროლებდა, იმიტომ რომ ვიცით რომ დაზვერვის სამსახურს საკმაოდ დაზვერვის სამსახური თავიდან ბოლომდე აწყობილი იყო და თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება. მოდი ახლა ავიღოთ რა არის საგარეო დაზვერვა. საგარეო დაზვერვა ნიშნავს რომ სადაც არის შენი საფრთხეები, ყავს გარკვეული ასე ვთქვათ, ქსელი გაქვს აწყობილი ინფორმაციის მოწოდების. რა თქმა უნდა, ხა ისეთ სახელმწიფოს როგორც საქართველოა, ძალიან უჭირს საგარეო სადაზვერვო საქმიანობის წარმოება, ხო? შესაბამისად, ჩვენ აქ განსაკუთრებით სიღრმისეულად უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენ ძლიერ მეგობრებთან, ამერიკასთან, ევროპასთან ერთად. შესაბამისად, ასეთ უწყებებში, ხო, წლების მანძილზე ჩამოყალიბდა გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, რუსული გავლენისგან თავისუფალი გარემო. და ეს სისტემა ნოლიდან აეწყო ფაქტობრივად საქართველოში განსხვავებით სუსისა, რომელიც არის საბჭოთა კგბ-ს, ასე ვთქვათ, შთამომავალი. ხო, თავის საქმიანობით, აი რო შეხედოთ ახლა სუსის სტრუქტურას, როგორი სამმართველოებია, პოლიტიკის სამმართველოა, ანუ პოლიტიკურ პარტიებს აკონტროლებს, სამოქალაქო საზოგადოებას აკონტროლებს. აი ზუსტად ისე არის დაყოფილი, როგორც თავის დროზე კგბ იყო აწყობილი. ეს არის ტიპიურად, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად აწყობილი სისტემა და ხდება რა? იქ, სადაც მეტი რუსული გავლენაა, იქ ხდება შეტანა საგარეო დაზვერვის კომპონენტის, რომ ფაქტობრივად რუსული გავლენა გაიზარდოს სპეცსამსახურებზე. აი, უბრალოდ გაიხსენეთ. რა არის რუსეთის ნომერ პირველი ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში, როცა მას უნდა რომ გავლენა მოიპოვოს. ის ცდილობს ძალოვანი ბლოკის გაკონტროლებას, ხო? აი, ავიღოთ მაგალითად შევარდნაძის პერიოდის საქართველო, ხო? უშიშროების მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველაფერი ეს თან ხდებოდა რუსეთთან. ჩვენ გვყავდა კიდეც თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართულად ვერ ლაპარაკობდა და მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდა. არა, გიორგაძე ეს ტერაქტების, ასე ვთქვათ, მთავარი, ასე ვთქვათ, ორგანიზატორი, მაგრამ ვარდიკო ნადიბაიძე, ხო, რომელიც ქართულად საერთოდ არ ლაპარაკობდა. არა, მე ამას გეუბნევით იმიტომ, რომ ესე იგივე იგორ გიორგაძე, რა თქმა უნდა, აი უკრაინა ანუ საბჭოთა მოდელი, ასე ვთქვათ, ბრუნდება გავლენების თვალსაზრისით. გავლენა უბრუნდება. ანუ რუსული გავლენის მიღმა ნებისმიერი სადაზვერვო და სპეციალური სამსახური, რომელიც არის რუსული გავლენების ამის მიღმა. წინაპირობა იყო ლილუაშვილის გაშვება სუსიდან? ლილუაშვილის გაშვება არ გაშვება, ეს მეორე საკითხია, რატო ხდება, ჩვენ ხო ახლა კონკრეტულად ვამბობთ, რას ერჩიან საგარეო დაზვერვის სამსახურს, ხო? მე გეუბნევით, რომ საგარეო დაზვერვის სამსახური შედის ახლა სისტემაში, სადაც რუსეთი გაცილებით მეტად გააკონტროლებს და სადაა ახლა საგარეო სადაზვერვო ინტერესი საქართველოს რუსეთში, ხო? იმიტომ რომ იქედან მოდის საფრთხე, ხო? ეს ჩვენი ოფიციალური დოქტრინა. რა რეაქცია იქნება ამ ყველაფერს ამერიკელების მხრიდან ჩვენ ისედაც არა სასურველი ურთიერთობის ეტაპზე ვიმყოფებით ჩვენს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია. შეჩერებულია, ხო? მე კი მაინც ვუწოდებ მას ფაქტობრივად დე-ფაქტო არ აღიარებული არის ქართული ოცნების ხელისუფლება. მათთან ოფიციალური, ასე ვთქვათ, ურთიერთობა ფაქტობრივად არ არსებობს. ერთადერთი იყო გახსოვთ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ვიცე-პრემიერის ვიზიტი ამერიკაში, როდესაც შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტში ძალიან დაბალი რანგის წარმომადგენლებს, რომელთაგანაც გადატვირთვაზე რო საუბრობენ, გადატვირთვის პასუხად მიიღო, დიახ, გადატვირთვა შესაძლებელია ახალი არჩევნებით, პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლებით და საარჩევნო გარემოს შეცვლით. სხვანაირად გადატვირთვა ვერ მოხდება დასავლეთთან ურთიერთობის. რაც არ უნდა ირბინოს. თუმცა ამის იმედი მიეცა კობახიძეს ალბანეთში ბოლო ვიზიტისას, როდესაც პოლიტიკურ სამიტს დაესწრო და იქ ლიდერებთან. არა, მე მომყავს მათი არგუმენტები, იმიტომ რომ ალბათ ნახავდით ხო მის კომენტარს, თუ მე როგორ მოსწყურებიათო ჩვენთან კომუნიკაციაო, დაახლოებით ასეთ შინაარსის კომენტარებს აქვს. ერთ კაცს ხელს ვერ ართმევდა, ერთ კაცთან არ გეთქმის არაფერი. ძალიან მძიმე სურათი იყო ხა სიმართლე რო გითხრათ საერთო ჯამში. მაგრამ მთავარი საკითხი აქ ის არის, თვითონაც უნდა ჩამოყალიბდნენ გლობალური ომის პარტიასთან იყო ჩასული შეხვედრებზე და მათთან
ასე ვთქვათ, ხელის წამორტყმით იყო ბედნიერი თუ გლობალური ომის პარტიას და Deep State-ს ებრძვის. იმ ხალხს საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს და რა ვიცი მე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს და ევროპელ ლიდერებს, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ეძახის ეგ Deep State-ს და გლობალური ომის პარტიას. ახლა უხარიათ? ანუ მე არ ვიცი ეს სხვა შორის მე არ მინახავს და ან თქვენ მეუბნებით რომ მათ უხარიათ ესე იგი მათთან ასე ვთქვათ ფოტოს გადაღების შესაძლებლობა რომ მიეცა ხო? ეს არის ზუსტად ნამდვილად კომენტარებში სწორედ ეს იკითხებოდა რომ იყო ძალიან კმაყოფილი ამ ვიზიტით. ხო, ანუ ეს არის ზუსტად აი ქართული ოცნების ორმაგი სტანდარტი ხო? აი ამ მართლა ანტიქართული პოლიტიკური დაჯგუფების ადამიანებს ვისაც ეძახის რომ შენო ჩემი მტერი ხარ და ომში გინდა ჩამithრიო, ხო? აბრალებ პირდაპირ. რომ შენო ჩემთან ასე ვთქვათ შავ საქმეებს აკეთებო ახლა ბედნიერია რომ თავზე ხელი წამოარტყეს და წაუცაცუნეს ანუ ცაცუნით არის ბედნიერი სირცხვილია მე მინდა საქართველო რომლის პირველი პირები როცა ჩადიან ესეთ ფორუმებზე არიან გამორჩეულად მიღებული საუბრობენ რეფორმებზე რა სწრაფად ვახდენთ ევროინტეგრაციის ვალდებულებების შესრულებას რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი მე მინდა საქართველო და ისეთი ხელისუფლება მინდა რომელიც ამერიკაში ჩადის სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში წელიწადში ორჯერ უმაღლესი დელეგაციით რომელსაც მეტი ინვესტიცია შემოაქვს რომელსაც მეტი ფინანსური ინსტიტუტი შემოყავს რომელსაც სამუშაო ადგილებს ქმნის და არა კლანურ ეკონომიკას აწყობს მე მინდა საქართველოს პირველი პირები რომელიც გამართულად დადიან და არა ისე რაღაცა გაუბედურებ რაღაც აღიარებული მინდა ვყავდეს ხელისუფლება მიხვდით ძალიან მძიმეა რა რეალობაში ჩვენ ვართ დღეს რა და ეხლა საქართველოს აი ამ სამეთზე რაზე უნდა მსჯელობდეს ეხლა იცით აღმოსავლეთ დასავლეთის კორიდორი რუსეთის ალტერნატიული გზა შუა აზიიდან თუნდაც ამერიკასთან უნდა იყოს ეხლა საუბარი იმ ასე ვთქვათ წიაღისეულის გატანაზე იმიტომ რომ წიაღისეული ხო ერთ-ერთი მთავარი თემაა თანამედროვე გეოპოლიტიკაში ხო მაგალითად რომელიც არის ყაზახეთში რომელიც არის უზბეკეთში რომელიც არის ყირგიზეთში იქნება თუ თურქმენეთში იმის გატანაზე საქართველოს გავლით აქ ინიციატივაზე უნდა იდებოდეს ფორუმზე უნდა ტარდებოდეს საქართველოში და მთელი მსოფლიო აქ უნდა დადიოდეს ეს არის ჩვენი დაცულობის არაორდინალურ პირობებში არაორდინალურში რატო ვიმყოფებით იცი ამბობენ რომ ერთ მხარეს დგას მოთხოვნა სხვათა შორის აი ბოლო პერიოდში არაორდინალურში რატო ვიმყოფებით ეს ამ კითხვასაც პასუხი გავცეთ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ ჩვენ ყველას წაგვართვა სამშობლო და თვითონ იყოს ამ ქვეყნის ბედის გამსაზღვრელი, მიხვდით? ამიტომ ვართ, იმიტომ რომ აუქმებენ აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციას, იმიტომ რომ ადამიანებს ციხეში სვამენ, იმიტომ რომ იღებენ კანონებს, რომელსაც საერთო დემოკრატიასთან არაფერი არ აქვს. რუსული ყაიდის კანონებს. შესაძლებელია თუ დასჭირდა ეს კანონებიც უკან წაიღონ და ციხის კარიც გახსნან აქციების დროს დაკავებული ადამიანებს. ციხესთან დაკავშირებით. ნახეთ, ციხის კარიც უნდა გაიხსნას. ახალი არჩევნებიც უნდა დაინიშნოს ახალი წესებით. ხო, ეს ორი დღეა ხო იხვეწებიან, რომ გადატვირთვა გვინდაო. რატო იხვეწებიან? იმიტომ რომ ძიმე ვითარება აქვთ. და რო იხვეწებიან თქვენი ეთერი თეობნები გადატვირთვის ამერიკასთან და ევროპასთან. არასდროს ახალი არჩევნები. ისინი ამბობენ რომ ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ოპოზიციის მხრიდან ამ თემაზე საუბარი. ნახეთ თქვენ რომ წელს აუცილებლად ახალი არჩევნები ჩაინიშნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ახალი საპარლამენტოს გეუბნები თვითმმართველობის არჩევნები ის არ არის არჩევნები და მაგაზეც ვისაუბროთ ბევრი უამბობს არჩევნებია ეგ არ არის არჩევნები არჩევნები არის როდესაც ადამიანს აქვს ნების გამოხატვის თავისუფლება და მეტნაკლებად მაინც რაღაცა კონკურენტული გარემოა შექმნილი საარჩევნო გაქვთ იმის მოლოდინი რომ იმდენად ძლიერი იქნება საერთაშორისო ზეწოლა ქართულ ოცნებაზე რომ აბა შიდა არ ვიცი პროცესები კარგი, აი მოდი ლოგიკურად ხო, მაგრამ მე ერთი სიტყვა მათქვევი რა. ამერიკასთან და ევროპასთან გადატვირთვის გზა გადის ახალ არჩევნებზე ახალი წესებით და პირობებით და სინდისის პატიმრების განთავისუფლებაზე. აი აქ გადის გადატვირთვის გზა, სხვა გზა არ არსებობს. ყველა ფიქრობენ რომ რამე შეატყუებენ ვინმეს უკვე ამ წლების მანძილზე ხელში ამოვიდათ ტყუილები პერსონალურად ყობახიზის სხვათა შორის. დასავლეთი თავად აყენებს და დააყენებს სამომავლოდაც კონკრეტულ, ასე ვთქვათ, პირობებს თუ მოთხოვნებს ქართული ოცნების მიმართ. მოდი ახლა ვისაუბროთ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, სადაც როგორც ამბობთ ხოლმე, არაფერს არ დააყენებს. არ ვერ დაგითახმებით. ერთ წუთი დასავლეთი უჩვენოთ არაფერს არ დააყენებს.
ამ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც არის საქართველოში, წყარო არის ქართული ოცნება. მეორე მხარეს ვართ ჩვენ, მე, თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელიც არ ვთანხმდებით იმას, რომ საქართველოში ივანიშვილი კობახიძის დაჯგუფება განსაზღვრავდეს და წყვეტდეს კანონის მიღვა ყველაფერს. მიხვდით? და შესაბამისად ჩვენ განსაზღვრავთ. დასავლეთი კერგანსა. აბა ეხა ნახეთ გავლენას ახდენს, რა ხდება ქვეყანაში და როგორია ხალხის უმრავლესობის ნება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ. არა მხოლოდ, ნახეთ ხალხის უმრავლესობა. აი, მოდი ეს სცენარი ავიღოთ. ჩვენ რო ყველამ ეხა ხელი ჩამოუშვათ და ქართულ ოცნებას უთხრათ, რომ კაი, მიიტაცა ეს ძალაუფლება და რა ვიცი, ზოგი პარლამენტში შევა, ზოგი არჩევნებს რო არ არის, არჩევნები იქ მიიღებს მონაწილეობას და ყველაფერზე თუ დავთანხმდებით, მერწმუნეთ ბრიუსელი და ვაშინგტონი აღარ იქნება ასეთი ხისტი მათთან ურთიერთობაში. ჩვენზე გადის ეს, ჰაერიდან არ მოდის. ჩვენ პოზიცია, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო, თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო და არ მეთმობა ივანიშვილ კობახიძის დაჯგუფებისთვის. შესაბამისად, სანამ ეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში მინდა აუხსნა, ამას აქვს ძალიან კონკრეტული განზომილება. რამ შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი? პირველი, შექმნა მიტაცებულმა არჩევნებმა და საგარეო კურსის ცვლამ, ხო, როდესაც შეაჩერეს ევროინტეგრაციის პროცესი. ოფიციალურად გამოვიდა და თქვა, აღარა მაქვს ეს, აი, უარს ვამბობ თელ ამ განრიგზე, ხო? ამის შემდგომ სინდისის პატიმრები პატიმრობაშია, დღეს ვიყავი სასამართლო პროცესზე, აი, უბრალოდ საგიჟეთია რა, აი რა სედავებიან ადამიანებს, ხო, პოლიციელი მოდის, რომ დაზარალებული ვარო, დაინახე ვინმე რა გესროლაო და არა აიდენტიფიცირებული. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ რომ სუსის შეგზავნილი და ეს არის მთავარი ამბავი, რომ სუსის შეგზავნილმა ადამიანმა იქედა რომ რაღაცა ესროლა პოლიციელს იმის გამო ეხლა ყავთ აი ამ დღევანდელ პროცესზე 11 სინდისის პატიმარი ყავდათ ერთი და იგივე მუწმის გამო გამოკეტილი. გიორგი, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი მანამ სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივა ქვეყანა. 27-ში არის ჩანიშნული თქვენი სასამართლო პროცესი. ჯერ მეორე კანონზე უნდა გითხრათ, აუცილებლად მეორე ცვლილებაზე. ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დროს დაგვრჩა. რატო აუქმებენ სპეციალურ სამსახურს? პირველი რომ ეს სპეციალური სამსახური, რა თქმა უნდა, ბუტაფორიათ აქციეს, რა თქვენ გახსოვთ, რომ გააუპატიურეს ეს სამსახური ფაქტობრივად 2 წლის წინ, როცა კანონი შეცვალეს და ბოლომდე დაიქვემდებარეს, ხო? გახსოვთ, ქალბატონი ლონდა გაუშვეს მაშინ სამსახურიდან და ეს ადამიანი, რომელიც ყველა პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, ყველაფერს ემაშვება. მაგრამ ნახეთ რა ხდება. რეჟიმი არის მძიმე ვითარებაში. მას დღეს ჭირდება, რომ ჯერჯერობით, ხო? ჭირდება, რომ ფორმალური არგუმენტი მაინც შეინარჩუნოს, რომ მაგალითად პოლიციელების მხრიდან და დღევანდელ პროცესზეც იყო გინების ფაქტები რო არის და ცემის ფაქტები რომ არის და თავპირის ლეწვის ფაქტები რო არის ახალგაზრდა დემონსტრანტების, ხო? ან თუნდაც აი მარტივად გეტყვით რა, ჩემზე თავდასხმა ჩემ ფაქტს გეტყვით. პირიც იდენტიფიცირებულია, ვინც თავს დავისხმო, რომელსაც მკვლელობის განზრახვა ჰქონდა, ხო? იმიტომ რომ შეერაღებული დამესხმა და ხელში მიყავდა ბასრ საგანს, ხო? კიდევ, შემთხვევით გადავრჩი რა, მაგრამ ნახეთ, ფორმალურად მაინც სპეციალურ აი ამ სამსახურს უნდა მოეყვანა ეს პოლიციელები და დაეკითხა, ხო? აი მაგალითად უნდა დაკითხოს, რომ ვაშაძეს რო თავს დაესხა ის ადამიანი პირდაპირ ეთერში იდენტიფიცირებული რო არის, რო ვიცით საცხოვრობს, რატო არ არის გამოძიება წარმოებული, რატო არ არის ეს ადამიანი დაკავებული. აი ამ ფორმალობის გაუქმებაა ფაქტობრივად, ახლა რასაც გვაქვს საქმე, რომ აღარ კონდეს არანაირი დისკომფორტი დანაშაულის ჩამდენ მოძალადე. არავინ მოითხოვოს ფორმალური დისკომფორტის კი არ კონდეს. არავინ ხვალდაზე ყველა პოლიციელს ვეუბნები, რომ არც ერთი დანაშაული ეს რაც ხდება, ეხლა არ გეგონოთ, რომ ესე ჩაივლის, ან ყალბი მოწმეობა ესე ჩაივლის და ასე ვერ ჩაივლის ესე, ამას ყველაფერს სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტს, ვის რა პასუხისგებლობა აქვს, მაგრამ მე ვამბობ, რომ დღეის მდგომარეობაში რეჟიმს სჭირდება რა, რომ ფორმალურადაც კი დამანაშავე მოძალადე პოლიციელები, მოძალადე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, სპეცრაზმელები კი არა, ფორმალურადაც არ შეაწუხოს და პირიქით წაახალისოს. ანუ როცა აუქმებს ამ უწყებას, მოძალადეებს ახალისებს. მე ხვდით და ამბობს, რომ ხსნილია, რაც გინდა, კენი ხო ხედავთ, ფორმალობას კი მოგეშორეთ. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ, ასე ვთქვათ, სასამართლო პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს. დღეს ვნახეთ ორი სასამართლო პროცესი, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დავარქოთ პოლიტიკოსების სასამართლო, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები. 27-ში არის დანიშნული წინა სასამართლო პროცესი
პროცესი თქვენ საქმესთან დაკავშირებით. მანამდე არის 22-ში ზურაბ გირჩი-ჟაფარიძის. მისი პოზიცია ცხადი არის, ცალსახა, ის ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის. არსებობს მოლოდინი ოქროაშვილის მაგალითის შემდეგ, რომ ვინც არ გადაიხდის გირაოს, შესაძლებელია ყველა მინიმუმ 1 წლით ციხეში გამოკეტონ. თქვენ ვარაუდობთ, რომ არის ამაზე წამსვლელი ივანიშვილი? ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი. მე ფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაში ხედა მე ღიად ნათქვამებს მაქვს, რომ არ მიმიღია. ხვალ მაქსიმუმ ზეგ მომიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ვადები ასე არის დაწესებული რა ჩემ საქმესთან მიმართებაში. აბსოლუტურად ცივი გონებით და როდესაც გირა უნდა ხო, ან უნდა შევიტანოთ, ხო, დაახლოებით ესე უწევს, ხვალ თუ ზეგ უწევს, ხვალ თანაგუნდელებთან ყველასთან ერთად მექნება კიდე ერთხელ მსჯელობა, განხილვა. ორივე გზას აქვს თავისი არგუმენტები, ხო? რა თქმა უნდა, დასაფასებელია ადამიანისგან თავგანწირვა, რომ ციხეში მიდიხარ, ხო? მეორე ვარიანტია, რომ მეორე არგუმენტი, რაც ხშირად მესმის მე, რომ სად უფრო გჭირდება, ხო, პოლიტიკური ლიდერები რა, მაგალითად, მაშინ როდესაც თუნდაც საგარეო ასპარესი იქნება თუ ქვეყნის შიგნით გადამწყვეტ მომენტში შეიძლება ბევრი რამ იყოს პასუხისმგებლობა ასაღები და სხვა ტიპის გადამწყვეტ მომენტზე ვსაუბრობ მე. მომავალში თუ საპატიმრო დაწესებულებაში ყველა, ხო, რით ანუ როგორ გითხრათ, ორივე მხარეს არის არგუმენტი. ამიტომ ცივი გონებით იქნება გადაწყვეტილება მისაღები. ერთი რამ იცოდეთ, რომ ჩვენ არასდროს არ გაურბივართ ბრძოლის ხაზს. მე პირადად 12 წლის მანძილზე ყველგან რაც პოლიტიკაში ვარ, ხო? ზოგი ფიქრობს, რომ დიდი ხანია ვარ პოლიტიკაში. არც ერთი სიტუაცია არ ყოფილა, რომ ბრძოლის წინახაზე არ ყოფილიყავი. საქმე არის შემდეგი. 6 თვეზე მეტხანს თვითონ ამ საქმეები ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ დღეს რასაც უყურებთ, არაპირებენ არც მოწმის სახით დაბარებას, წულუკიანების, ამის, ანუ ფორმალურ ნაწილსაც კი არ იცავენ ამ საქმეებში. შესაბამისად, საკითხი არის, რომ 6 თვით ადრე ჩავჯდებით ციხეში თუ 6 თვით გვიან ჩავჯდებთ. ანუ ის რომ რეჟიმს თუ არ ვცვლით, ყოველას მოგვიწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, ეს გასაგებია და ეს ჩემო ოჯახმაც იცის და ყველა მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს, ხო? ამიტომ რაც უფრო რაციონალური იქნება ამ გადაწყვეტილების თვალსაჩინით, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე ესე გავაკეთებ, სადაც ჩავთვლი. რომელი პოზიციის მიმართ უფრო გაქვთ, რა, მაგალითად პატა მანჯგალაძე თქვენი გუნდის წევრი. პატა ზამკაფიო პოზიცია. ის ამბობს, რომ ეხა ლიდერები ერთად ციხეში კი არა, ხალხთან ერთად ბრძოლის ხაზზე გვჭირდება, რომ პროტესტის დატოვება უთავოდ დატოვებას ნიშნავსო, ანუ იზიარებ თუ არა ამ პოზიციას? რა ვიცი, აი ხვალ გვექნება კიდე მსჯელობა, მაქვს მე ჩემი მოსაზრებებიც ამასთან დაკავშირებით, მესმის აბსოლუტურად პაატას არგუმენტაციის, რასაც საუბრობს, ამიტოა რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ გუნდურად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რა და საბოლოო ჯამში ხვალ მაქსიმუმ ზეგ ალბათ ცნობილი გახდება ჩემი გადაწყვეტილებაც ამ საკითხებს. აი ღიად გეტყვით რა, რწმენის თემაც არის რა, სად უფრო ხედავ შენ თავს ადამიანი იმ კონკრეტულ ბრძოლის დროს რა და ციხიდან უფრო პროდუქტიული იქნებით აი ამ საპროტესტო ბრძოლისთვის, იმიტომ რომ ამასაც აქვს თავისი ასე ვთქვათ ბენეფიტები, მოდი ასე ვთქვათ. კი, ეხლა ირაკლი ოქროაშვილის გადაწყვეტილებასაც, ზურას გადაწყვეტილებასაც მე ძალიან ვაფასებ რა და ძალიან მარტივი არ არის. ერთიანი პოზიცია ყოფილიყო ოპოზიციურ ლიდერებს შორის, არ ფიქრობთ რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა იგივე ამ მრჩევლისთვის, იმიტომ რომ ნუ უყურებთ ყველგან ერთიანი პოზიცია, რატო უნდა ყოფილიყო? კაცო, შეიძლება პირიქით ასე ჯობდეს, რომ განსხვავებული პოზიციები იყოს და ყოველ შემთხვევაში ჩვენ ორივე ალტერნატივას ვნახავთ, ხო? არის აგერ ლელუც ლიდერებმა ასე ვთქვათ გირაო შეიტანეს, კიდევ ერთხელ ეს არ არის ჯარიმის გადახდა, ხო? ეს არის გირაო იმ პერიოდში, სანამ სასამართლო პროცესი მიდის, ხო? ესეც მინდა ყველა მიცოდეს, ხო? ირაკლი ოქროაშვილმა არ შეიტანა მაგალითად, ხო? მაგრამ ეს არის გარანტია იმისა, რომ შენ იქნები თავისუფლებაზე და არავინ არ არის ეგ გარანტია. არა, როგორ არ არის? ება 6 თვიანი გარანტია, 6 თვის მერე მაინც ციხეში მიდიხარ. მიხდით, მაინც მიდიხარ. ხო, მაინც მიდიხარ, ანუ თუ არ ცვლი რეჟიმს, თუ ჯარიმა თუ დაგეკისრა, იხდი ჯარიმას და რას ფიქრობთ ახლა, რომ ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც მის რა ქვია, გულმოწყალების იმედი უნდა გქონდეს რომლებიც სიცოცხლეს გაუმწარეთ, აი ნაზირლებს, რომლებიც ხელისუფლებაში არის. ხო და აი მაგ ცვლილებებისთვის ეხა მაღაზია კითხვა. აი ზუსტად მანდარი კითხვა. ამ ცვლილებებისთვის, რომელიც შემდგომ 6 თვეში ნამდვილად უნდა გადაწყდეს, ან ასე, ან ისე. მე ასე ვუყურებ, ხო? ამ ცვლილებებისთვის სად უფრო ეფექტურები ვიქნებით, ხო? თუ ყველა საპატიმრო დაწესებულებაში ვარ, თუ ვიბრძვით ხალხთან ერთად, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც, რა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას,
არა მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია რომ მქონდეს გეტყოდით პირდაპირ გეუბნებით ამიტომ ხვალ მაქსიმუმ ზეგ რა ვიცი აღარ დარჩა დიდი დრო და ეხლა რაც შეეხება ხალხთან ერთად ბრძოლას რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიცია ორ პოლიტიკურ პლატფორმაზე გაიშალა შეიძლება ასე ითქვას არის შემთხვევები როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთ პლატფორმაშიც იღებენ მონაწილეობას და მეორე პლატფორმაშიც არიან ჩართულები მათ შორის თქვენც გულისხმობთ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმას და პაატა ბურჭულაძის გარკვეულ ასე ვთქვათ კომუნიკაციის ინიციატივას. ერთგან საუბრობენ პარალელური არჩევნების აპლიკაციით ჩატარების შესაძლებლობაზე საქართველოში, მეორე პლატფორმაზე ძირითადად 26 მაისის, არ ვიცი, დღესასწაულისთვის, ღონისძიებისთვის ემზადებიან. აი თქვენი ორივე, რადგან მე ორივეგან ვარ, დეტალურად აღიგწერთ რა ხდება რა. რომელი უფრო ეფექტურია მე ეს მაინტერესებს, აი ახლა პოლიტიკური ამ ორ შორის შეჯიბრი არ არსებობს და ჯერთი ალტერნატივად შეიქმნა პაატა ბურჭულაძის პლატფორმა, სალომე ზურაბიშვილის შეგახსენებთ, რომ 31-ში შეიქმნა 31 მარტს, თანაც გარკვეული პრეტენზიებით სალომე ზურაბიშვილის მიმართ. არაფერი არ შექმნილა 31 მარტს, 31 მარტს გამოცხადდა გარკვეული ჯგუფის მიერ, ბატონი პაატას მიერ, რომ 9 აპრილს შევიკრიბებოდოთ და აქცია იქნებოდა. მეტი არაფერი არ ყოფილა რა. ახლა ნახეთ რაში არის საქმე რა. ჩვენ სტრატეგია აღმაშენებელი ნამდვილად ყველა შეხვედრა არა მარტო მან სხვა ჯგუფებშიც ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც შეიძლება ისეთი აქტიური საჯარო სივრცეში არ არის, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დავაკოორდინიროთ ყველა ქმედება ერთად. ეხლა გავიაროთ ჯერ წინააღმდეგობის პლატფორმა. წინააღმდეგობის პლატფორმა საკმაოდ ეფექტური მექანიზმი აღმოჩნდა, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ერთიანი სახე, რომელსაც განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე ითხოვდნენ ჩვენი პარტნიორები და ქვეყნის შიგნითაც სხვადასხვა მიმართულების მუშაობით, ეს ერთიანი სახე გამოჩნდა. სალომე ზურაბიშვილი პლუს პოლიტიკური პარტიები და აქ არის შეზღუდული ხო, მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და სალომე ზურაბიშვილია რა. რომლებიც პარტიები ყველა არ არის. ხო, ზოგი არის, ზოგი ასე არის, ზოგი იღებს ინფორმაციას. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ეს ხო შენარჩუნება ამ შემთხვევაში. არა, არის ძალიან ეფექტური, მე მართლა გეუბნებით, რომ ეფექტურია, იმიტომ რომ იგივე 26 მაისის ღონისძიება იქნება, იგივე 26 მაისის შემდგომ რა უნდა იყოს და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ამას ყველაფერს ორგანიზებულად გეგმავთ. არის სამუშაო ჯგუფები გაკეთებული, საგარეო იქნება, ზრუნვის ჯგუფი იქნება თუ რავი, პროტესტი იქნება თუ ასე შემდეგ. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი გუნდები, პარტიების გუნდები ერთად მუშაობენ ამ სხვადასხვა მიმართულებაზე და უფრო და უფრო გამოჩნდა. ოპოზიციური პარტიების როლი, პოლიტიკოსების როლი აი ამ პროცესში განისაზღვრა, იმიტომ რომ პოლიტიკოსების გარეშე ამ პროტესტის დატოვება ნიშნავს თავის გარეშე დატოვებასო და ანუ მზად ხართ რომ ითავოთ აი ხა ნახეთ, ეხა მეორე საკითხი გადავიდეთ ბატონი პაატას ინიციატივაზე. ბატონი პაატას ინიციატივა აერთიანებს ბევრ საზოგადოებრივ ჯგუფსაც, ინდივიდუალურ ადამიანებს, ხო? ხა მე იმ ინიციატივაში როგორც პარტია ისე კი არა ვარ, როგორც ინდივიდი ვიღებ მონაწილეობას. მე მიხვდით, ან როგორც გიორგი ვაშაძე მივედი და ვიღებ მონაწილეობას იმ დისკუსიებში. ეხა რა არის ჩვენი ამოცანა? რა რომ ჩვენ ძალები გავაერთიანოთ, საერთო მძლავრი ფართომასშტაბიანი კამპანია დავიწყოთ იმისთვის, რომ საბოლოო გადამწყვეტი გამარჯვებისკენ წავიყვანოთ ეს პროცესი, რომ მუხტი, რომელიც არის ძალიან ძლიერი, მაგრამ ცოტა დაქსაქსული, გავაერთიანოთ ეს ყველაფერი, კონსოლიდაცია გავაკეთოთ და დიახ პოლიტიკოსების და საზოგადოების თანამშრომლობით საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ. ანუ რას? დაინიშნოს ახალი არჩევნები ახალი წესებით, ანუ ნორმალური არჩევნები დაინიშნოს და სინდის პატიმრები განთავისუფლდნენ ყველა და დავიწყოთ ევროკავშირისკენ სვლა. აი ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც ჩვენ ვასრულებთ. მე ამ ორ შორის პირდაპირ ჩემ პოზიციას გეტყვით, კონფლიქტს კი არ ვხედავ. პირიქით, შემავსებელია ეს ყველაფერი ერთმანეთის. ვიტყოდი ასე, რომ რუსთაველის გამზირზე აქტიული პროტესტში მონაწილეთა ხმა არის პაატა ბურჭულაძესთან ერთად, ნამდვილად, იმიტომ რომ ყოველდღე იქ არის ეს ადამიანი და რაღაცა გამოიკვეთა ხო მისი როლი, ესე რომ ვთქვათ, ხო, იმ ყოველი დღის გადაკეტვებში და ამ პროტესტში. მეორე მხრივ, პოლიტიკური პროცესის სიმძიმის ცენტრად წარმოშობის როლი არის სალომე ზურაბიშვილთან იმ ასე ვთქვათ წინააღმდეგობის პლატფორმაში, სადაც ვიღებთ მონაწილეობას და კონფლიქტს მე ამ ორ შორის ვერ ხედავ. პირიქით, იყო 26 მაისის შეხვედრა, სადაც მაგალითად იგივე ბატონი პაატაც ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, ხო? სხვა ადამიანები ვინც იქ არიან და ასე შემდეგ. თქვენი პოლიტიკური პარტნიორები ამ შემთხვევაში კოალიციას გულისხმობ ნაციონალური მოძრაობის წევრები. აი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას შეგახსენებთ, რომელიც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმამ საკუთარი თავი ამოწურა
და რატომ მხოლოდ ლევან შეგარუთქვამს ლევან სანიკიძემ გააკეთა მგონი ასეთი მოკლედ ნაციონალ მოძრაობის მხრიდან ისმის აგერ კი ბატონო მაშინ კი ლევან ხაბეშვილს უფრო რადიკალური განცხადებები ჰქონდა მაგრამ პათოსი იგივე იყო ამ პლატფორმის მიმართ უნდობლობა ანი წითლიძემ თქვა რომ სალომე ზურაბიშვილსო ჩემი ტერიენდოსო აი ასეთი განცხადება გააკეთა აი როგორ ამ განცხადებების და ნაციონალ მოძრაობა არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ როგორც მე ვხედავ მუდმივი, მოდი ასე ვთქვათ, არ ვიცი აქტიურობის დონე მათი, მუდმივი, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი პატა ბურჭულაძის პლატფორმაზე. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ასეთი უნდობლობა არსებობს სალომე ზურაბიშვილისა და იქ და მას პლატფორმა დატოვეს, ამასაც შეგახსენებთ ხომ? იქ ყოფი ოპოზიციური პარტიების მიმართ, აი როგორ წარმოგიდგენთ ერთი მეორეს შემავსებლად. პარტიების მიმართ არსებობს, რომ ეგეთი რამე რაღაცა ჩვენ მიმართ კრიტიკა არ გვინახავს. ცით რა არის? მე საერთოდ ყველა ადამიანს, ვინც არის აქტიურ პოლიტიკაში, გულწრფელად ვისურვებდი, რომ ემოციურად ნეგატიურ განცხადებებს ნუ კი გავაკეთებთ, შევეცადოთ ყველა, რომ მაქსიმალურად მაკონსოლიდირებელი, გამაერთიანებელი პოზიციები გამოთქვათ. არავინ არ დაგვასწრებს ერთმანეთის კრიტიკა მარტივი საკითხია. საქმის კეთება გაცილებით რთულია და მე მაგალითად ჩემი განსხვავებული მიდგომა და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ზუსტად ამაშია. სადაც ხედავ რომ რამე საქმე სურო პატარა საქმე იყოს, ის საქმე რომ გამოვიდეს, ხომ? ვცდილობ რომ მივიღო მონაწილეობა, რომ ჩემი მონაწილეობით, ჩვენი მონაწილეობით ხელი შეუწყო და ხელი არ ვკრა ნებისმიერ გადაწყვეტილებას. აბსოლუტურად მესმის, რომ ძალიან მძიმეა სხვადასხვა ადამიანების ერთად ურთიერთობა შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში დამოკიდებულება, მაგრამ გაცილებით დიდია საპეწონეთ, ხო? გაცილებით საქართველოს ტოვებენ მარტო ფაქტობრივად დაუცველს ტოვებს ქართული ოცნება ჩვენი ძლიერი ამერიკის და ძლიერი ევროპის მეგობრების გარეშე, ხო? და არჩევანი ხო აი ეს არის ცივილიზაციურ არჩევანს ვაკეთებთ, სულ მაგას ვამბობთ, ხო და რუსულ გავლენებს ერთმანეთთან ჭიდაობით ჩვენ ვერ დავამარცხებთ. რუსულ გავლენებს ჩვენ კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით, რომ ყველას მისამართით, რა მნიშვნელობა კაცო, სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა ესეა რომ აქეთ ფლანგზე ვინც ვართ, მარტო პოლიტიკოსებზე კი არა, მათ შორის ექსპერტებზე, აი ექსპერტი რო ქვია, ხო? რომ თავარი არის რომ გააკრიტიკოს რაღაც აქეთ ისროლოს ისე. არ არის ეს ეხლანდელი ამოცანა, ჩვენი ამოცანა არის გაერთიანება, კონსოლიდაცია, ერთადგომა, ძალა ერთობაშია, ერთიანობა მოიტანს გამარჯვებას. მე გამომდის, მე რატომღაც გამომდის. იქაც გამომდის, იქაც გამომდის, ყველასთან გამომდის. არასებობს წინააღმდეგობის პლატფორმა თქვენ მათი კოალიციის საქართველოს არის, ხო? მესმის, მაგრამ აი უშუალოდ ევროპული საქართველოს მიმართ ვერ ექნებათ პრინციპში ექნებათ ხო პრეტენზიები. ქონდათ თუ არა თქვენს მიმართ ინდივიდუალურ პარტიების ვის ფედერალისტებში ამერია. ხომ არ ქონიათ ნაციონალ მოძრაობას თქვენს მიმართ გარკვეული პრეტენზიები? ნაციონალ მოძრაობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ის რომ ჩვენ კოალიციაში ვიყავით და ვართ თუნდაც დღემდე, მაგრამ ვიყავით წინა არჩევნებზე არ ნიშნავს რომ ყველა გადაწყვეტილებას ერთნაირად უყურებთ, ხო? პირიქით შეიძლება განსხვავებაც იყოს ამ გადაწყვეტილებებში, მაგრამ მე ჩემ мотиваციას გეუბნებით. ნებისმიერ სადაც დამიძახებენ ესეთი პრინციპი გვაქვს. ჩვენ ყველგან მივალთ აბსოლუტურად და იცის ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფმა, ვისთანაც ურთიერთობა პირადად მე მქონია, რომ თუ რამეში ჩვენ ვდებთ, ასე ვთქვათ, ჩვენს რესურს, ინვესტიციას, დროს, ადამიანურს, ფიზიკურს, ეს არის კონსოლიდაცია, გაერთიანება, შევათანხმოთ მხარები, ერთად გავაკეთოთ. ჩემთვის პრობლემა არ არის ნებისმიერი პარტიის ოფისში მივიდე და იქ დავჭდე და ვიმუშაო. ხო, მაგრამ მისვლა იდეებზე მსჯელობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ხო, საერთო საქმე გამოვა აქედან და ეს ყველაფერი აისახება. მე გამომდის და ხა რა გავაკეთო, არ უნდა გამომივიდეს? არა, ჩვენ ხომ მხოლოდ თქვენზე ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესზე. თქვენ დაუსვით, ჩვენსაც კითხვა რომ სხვას თუ გამომდის, შენც რატო არ გამომდის და იქნება მასაც გამოვიდეს. იმიტომ რომ თუ პოლიტიკური პროცესი დაზიანდება, ნებსი თუნებლეთ თქვენც დაზიანდება. გავიარეთ უკვე ეს კრიტიკული სიტუაცია, როდესაც ზიანდება. აი, შემახსენეთ ლევან ხაბეშვილს ეგ არ უთქვამსო და ის ხომ თქვა, რომ 20 მაისის ბოლომდე მოვიცდი და მაისის ბოლოს გამოვალ და საჯაროდ ვილაპარაკებ თუ ვინ აზიანებს ოპოზიციაში პოლიტიკურ პროცესს. ანუ ასეთი ტიპის, არ ვიცი, განცხადებები და თუ სისრულეში მოიყვანა თანაც თავისი დაპირება გამოვიდა თქვა, ვინ ამობდა დახურულ შეხვედრებზე ერთს და იქიდან გამოსული
გამოსული მეორე საკეთებდა გარეთ, იქნება თუ არა აი ამ პოლიტიკური პროცესისთვის დამაზიანებელი. ნახეთ, საკითხი ძალიან კონკრეტული. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ძალიან აქტიურად არის ბატონ პაატასთან ერთად ჩართული საქმიანობაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო საქმეს აკეთებს, არ ჩერდება არასდროს და მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ ამის გამო. როცა ბევრი ხელს ჩაიქნევს ხოლმე, ამ დროს ლევანი მაინც საქმეს აკეთებს და თუნდაც მისი პოდკასტი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ამ ხელს იმ ქვეყნის ძარცვაში და უსამართლობაში, რომელშიც არის გარეული დღეს საქართველოში. ასე რომ მერწმუნეთ, ყველანი საკმაოდ სწორ გზას ვადგავართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი და ეს ამ გეგმებში მე აბსოლუტურად ყველას თანამონაწილეობის როლს ვხედავ. მე შემიძლია ვილაპარაკო ჩვენი პარტიის სახელით. ჩვენი სტრატეგია აღმაშენების. ამოცანა არის მეტი საერთო ვნახოთ, მეტი გამაერთიანებელი ვნახოთ, მეტი ფართომასშტაბიანი საერთო საქმე ვაკეთოთ, რომელიც მიგვიყვანს შედეგაზე და ასეც იქნება. ძალა ერთობაშია და არა გათითოკაცებაში. კი ბატონო, და ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ, ანუ თქვენ რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენეთ, რომ მომავალი 6 თვე პოლიტიკური პროცესისთვის იქნება განმსაზღვრელი. არის ძალიან საინტერესოა, გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა უკვე ამ 6 თვიანი პერიოდისთვის და კონკრეტულად რას ელოდებით ამ 6 თვეში და რა მე ჩემი დაწერილი, ასე ვთქვათ, შინაარსებრივი, რადგანაც გეგმას ეძახით ხოლმე, რა თქმა უნდა, მაქვს ყველაფერი, ყველა იმ კომპონენტით, ვის რა ფუნქცია აქვს, რა უნდა გავაკეთოთ ამის მანძილზე. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი დედლაინი, ეს არის 3 ოქტომბერი, რომელსაც რატომღაც თქვენს არჩევნებს ეძახით და ეს არ არის არჩევნები. კითხვა უნდა დავსვათ ეს. ანუ ზოგადად ვამბობ, მედიაც ეძახით, ოქტომბერში რაც არის, ეს არჩევნები არ არის. ეს არის ყველაფერი არჩევნების გარდა. როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია მიტაცებულია, როდესაც დამკვირვებლის მექანიზმი არ არსებობს, დაკვირვებაც აღარ არსებობს. არც ამ საკითხში არ აქვს ერთიანი პოზიცია ოპოზიციას და ცოტა დაბნეულია მაშინ მოსახლეობა. დავამთავრებ, როდესაც არ აქვს, ასე ვთქვათ, საარჩევნო დაკვირვების მექანიზმიც კი აღარ არსებობს. როდესაც ფაქტობრივად პოლიტიკური პროცესში ვინც უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველა სისხლის სამართლის გამოძიებაშია, აბსოლუტურად ყველა. ხო, იმას ჩვენ ვერ დავარქვით, ეხლა მასე მე შეიძლება 1000 რამეს დავარქვა სახელი, მაგრამ მოდი და იმას ქენიო, რა ქვია, ჰარაკირი ჩაიტარეო, ასე ხო არ იქნება? ამიტომ არის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი დედლაინია. მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, როგორ უნდა მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, არათუ არ ვუწოდებ იმას, რასაც თვითმმართველობის არჩევნებს უწოდებენ, ეს არ არის არჩევნები. კიდე ერთხელ ხას ვსვავ და აქ საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია მონაწილეობა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავინახავთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანთან, ვინც ფიქრობს ამ პროცესში მონაწილეობისთვის და არ ქმევს ამას არჩევნებს, როგორც სახელს, კითხვას უსვავ, ეს არჩევნებია? გულისხმობთ გახარიას პარტიას? რა მნიშვნელობა აქვს? ვინც არ იყოს ყველაზე გახარია იყოს თუ გინდა ყველაზე პატარა ჯგუფი იყოს. ისინი ამბობენ, რომ ძალიან ბევრ ცვლადზე არის დამოკიდებული მათი მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა არჩევნებში და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე მგონია, რომ მათაც მოუწევთ, რა თქმა უნდა, მესმის ზოგს ტაქტიკურად უნდა რომ გვიან გამოაცხადოს ეს გაწყვეტილება დავამთავრებინათ. ტაქტიკა გასაგებია მაგრამ მე მგონია, ამ არჩევნისგან როდესაც ითხოვთ, რომ არ დაასახელონ 4 ოქტომბრის არჩევნები როგორც არჩევნები, მაშინ პრინციპული პოზიცია და ერთიანი მიდგომა ამ საკითხის მიმართ ოპოზიციამ არ მეთანხმებით, თქვენი პოზიცია მითხრათ. არა, ყველა სხვადასხვა აზრი უნდა ქონდეს, კი ბატონო. კიდე ერთხელ ვამბობ, აი აქ ვხედავთ ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი ვინც იტყვის, რომ მე უნდა მივიღო ამაში მონაწილეობა, კითხვა უნდა დაუსვათ. ეს არჩევნებია? ეს არის არჩევნები? ეს არ არის არჩევნები. არ არის ამ არჩევნები და თუ ეს არჩევნები არ არის, მაშინ მონაწილეობა არ უნდა მიიღო. იმიტომ რომ მაშინ შენ ლეგიტიმაციის და სიტუაციის საკუთარი, ასე ვთქვათ, სარსარგებლოდ შემოტრიალების შანსი შეიძლება მისცე ივანიშვილ კობახიძის დაჯგუფებას. კიდე ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თქვენთან მოვა, თუ შეიძლება ეს კითხვა დაუსვით. აი მე ვსვავ საჯაროდ, ხალხი ხო გვიყურებს არა, ვსვავ კითხვას. ეს არჩევნებია? გამ არჩევნებს ხო თავისი აქვს სტანდარტი, ხო? უნდა იყოს დამკვირვებელი, უნდა იყოს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, უნდა იყოს
კომისიების ფორმირების შესაძლებლობა ისე რომ არავინ მიიტაცოს, უნდა იყოს შესაძლებელი გახდა მანამდე რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ახალი არჩევნებიც დაინიშნოს, ეს არჩევნები იქნება? ეს თუ გარემოებები შეიცვალა, საარჩევნო გარემო აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი და დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები, სხვა იქნება, აბა რა, ეხლა თუ კომისიები აღარ იქნება სანქცირებული ადამიანებით დაკომპლექტებული და არ იქნება ტოტალური კონტროლის ქვეშ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, თუ დამკვირვებლებს ექნება შესაძლებლობა მუშაობის, თუ სამართალდამცავი უწყებები იქნება დეპოლიტიზირებული და აღარ ჩაერთვებიან ისინი დაშინებაში და ფაქტობრივად საარჩევნო მანქანის ნაცვლად რეალურად შეასრულებენ. მიღწევადია ეს ყველაფერი. პროგრამა მაქსიმუმი მიღწევადია. ან თქვენ ფიქრობთ რომ მიღწევადია? ჩემი აზრით, სხვა ალტერნატივა. აი უფრო სხვანაირად მიღწევადია, არ მიღწევადია კი არა. ამ პოლიტიკურ ამ არსებულ რეალობაში, ამ პოლიტიკური კრიზისის, რაც დღეს არის საქართველოში, რომელზე პასუხისმგებელიც არის ქართული ოცნება, განმუხტვის სხვა გზა არ არსებობს. მივხვდით? არ არსებობს ბუნებაში სხვა არანაირი გზა. კონკრეტულად მიკითხებით და გულწრფელად მიპასუხეთ, იმიტომ რომ სხვა შორის ხაბეიშვილის გარდა მანამდე თქვენც გამოირჩეოდით მოწოდებებით, რომ აუცილებელია პროტესტის შინაარსი შეიცვალოს, ფორმა შეიცვალოს. ხო, გახდეს უფრო, არ ვიცი, შეიძლება რადიკალური ცუდი სიტყვა იყოს და ქართულმა ოცნებამ წარმოედგინოს როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობა, მაგრამ წინააღმდეგობა უფრო ძლავრი უნდა იყოს. მაშინ მითხარით, აი რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ თავად თქვით რომ ეს ახდენს გავლენას ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, იმისათვის რომ ქართული ოცნება გახდეს იძულებული აი იმ შედეგების მისაღწევა და დაიხიოს უკან. ეგ რო გითხრათ, აი ნახეთ რა როგორ ვაფასებ რევანდელ რეალობას. აქეთ ვართ გაცილებით მეტნი, უმრავლესობაშიც ვართ ყველა სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანი, ვისაც ავტორიტეტი აქვს, მოდი ასე ვთქვათ, საზოგადოებაში, ყველა არის აქეთ. იქეთ არის დარჩენილი ვიწრო ჯგუფი. ჩვენ რაც გვჭირდება, ჭირდება კონსოლიდაცია. აქეთა მხარეს. კონსოლიდაციას შეძლებს მხოლოდ და მხოლოდ საერთო დიდი საქმის კეთება რამდენიმე თვის მანძილზე. რისი, ასე ვთქვათ, მონახაზიც მაქვს, დაწერილიც მაქვს, გაზიარებულიც მაქვს ყველა პარტნიორისთვის აბსოლუტურად რა და ვფიქრობ რომ აი 26-ის მერე თუ შევძელით და ამ მიმართულებით წავედით, ჩვენ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ სექტემბერ-ოქტომბერში აუცილებლად. თუ მანამდე იქნა, ხო კარგი, არავინ ჩამითვალოს ისე რომ გადავადება მინდა არ ამის. მინდა რაც შეიძლება სწრაფად. არის ჯგუფი რომელიც ამბობს რომ მაგალითად 26 მაისს ბევრი რამ შეიცვლება. მე მხოლოდ გვერდში დაუდგები და მხოლოდ წინახაზე ვიქნები მაგ ბრძოლაშიც, ხო? რა შეიძლება შეიცვალოს? პროტესტში მონაწილე ჯგუფები ხო არის სხვადასხვა განცხადებები კეთდება, ხო, რომ რაღაცა სხვა ეტაპზე გადავა საზოგადოება. ნახოთ ამას 26 მაისი გვაჩვენებს, ხო? ანუ პროტესტმა შეიძლება სხვა ფორმა, სხვა საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, განწყობები, საზოგადოებრივი შინაარსი. მე ვამბობ რომ სხვები ამბობენ მეთქი, ხო, მე ჩემებური ხედვა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექსკლუზიურად მარტო მე ვფიქრობ ჩემ ხედვაზე, ვფიქრობ ასევე სხვა და ვკითხულობ, რასაც ამბობს და უსმენ, სხვა რასაც ამბობს და მივყვები, კი ბატონო. 26-დან 27-დან დავაჩქაროთ ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ ჭირდება კონსოლიდაცია. წარმოუდგენელია ამდენ აქტიურ ავტორიტეტ ადამიანს, მე გეუბნებით პოლიტიკოსებზე, ხო არ გეუბნებით ექსპერტული საზოგადოება, აკადემიური წრეები, ყოფილი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, რა მომღერალი მსახიობი, ასე შემდეგ. 27-დან პროტესტის ახალი ეტაპი იწყება. არა, მე არ ვამბობ ამ, არა, ერთი წუთით. ბევრი რამ, არა, ყოველი თარიღი არის რაღაცა ახლის დაწყება, რა თქმა უნდა, ხო? და შესაბამისად აქვს მოსაზრებები ხალხს, ეს მათ უნდა ისაუბრონ თავის მოსაზრებებს, მე იქაც მივყვები მეთქი, ღიად ვაცხადებ, ხო? მე მზად ვარ, ხოლო კიდევ ერთხელ, აი, ჩემს იმ წინა ნათქვამს დაუბრუნდები. არ არსებობს ფორმატი, სადაც ჩემთვის უთქვამთ, რომ მივსულიყავი და არ მივსულიყავი. აბსოლუტურად ყველგან მივდივარ, ყველას ხელს ვარქმევ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია. თქვენმა პასუხებმა გამცა პასუხი პირველ შეკითხვაზე, აპირებთ თუ არა გირაოს გადახდას, იმდენი გეგმა გაქვთ, რომ ნამდვილად
ციხეში ამ გეგმებს ვერ განახორციელებთ. შესაბამისად, უნდა კონდეს მოლოდინი, რომ გიორგი ვაშაძეც, ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხადარაძეც მსგავსად გადაიხნო. ეს ჩემი მოსაზრება. ნახოთ, დავალოდოთ მოვლენთა განვითარებას. მადლობა, გიორგი ვაშაძე. სტრატეგია აღმაშენების ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს მოსკოვის დროით 15 საათზე იყო დაგეგმილი მოგეხსენება დონალდ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი. რუსული მედია ავრცელებს განცხადებას პუტინზე დაყნობით, რამდენად სარწმუნოა ეს სხვა საქმეა, მაგრამ ანუ ის რასაც იტყვის პუტინი ამ შემთხვევაში საუბარია ამაზე და არა თავად გავრცელებული ინფორმაციის სანდოობაზე. ვნახოთ რა განცხადებას გაავრცელებს და როგორ შეფასებას მისცემს ამ სატელეფონო საუბარს ამერიკული მხარე. ეს დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო. მოსკოვის საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრია, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავებაო. მოკლედ აი ასეთი კომენტარი გაკეთდა პუტინის მიერ უკვე განხორციელებულ შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით. გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთანაც დავიწყებდი საუბარს იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელმაც ისევე როგორც ძალიან ბევრი ბოლო 1 წლის განმავლობაში დაინიცირებული და კანონად ქცეული საკანონმდებლო ცვლილებამ ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთება, მათ შორის საქმეში ჩახედული ადამიანების აღშფოთება გამოიწვია. გიორგი ვაშაძე ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელსაც დაზვერვის სამსახურის დაქვემდებარება იგეგმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვეშ, ამის უკან დაინახა მცდელობა, რომ დაზვერვის სამსახური, რომელსაც მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა ამერიკულ სპეცსამსახურებთან, მისი დაქვემდებარება, ის უფრო მოწყვლადი გახდეს, მოკლედ რუსული სპეცსამსახურებისთვის. აი ასეთ შორს მიმავალი შეიძლება იყოს ზრახვები, რომელიც ამ კანონის საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორებს ამოძრავებთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ხო, ამ სფეროში ჩახედული ადამიანებისთვის, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, ჩვენი პოლიტიკური ძალიდან ეს საკმაოდ ალარმინგ, საკმაოდ ხიფათის და რისკების შემცველი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხი ანტისადაზვერო კონტრსადაზვერო სამსახურების, მოდი ასე ვთქვათ, იკლებს და ამასთან ერთად თუ განვიხილავთ ცოტა დიდ სურათში, სადაც ბევრი სხვა პრობლემური და სერიოზულად, ესე ვთქვათ, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისათვის ხიფათის შემცველი საკანონმდებლო ინიციატივა გაიტანა ოცნებამ, საერთო ჯამში დავინახავთ, რომ დეგრადირდება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ესე ვთქვათ, ინსტიტუციური სიძლიერის ხარისხი და უფრო და უფრო დეფორმალიზაცია ხდება ასეთი ტიპის ინსტიტუციების, რაც იმას ნიშნავს და ახასიათებს ზოგადად ავტორიტარული რეჟიმის პროცესს. ეს არის მიზანმიმართული პირდაპირ, ესე ვთქვათ, ლიკვიდაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, იმიტომ რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად მოხდეს სხვადასხვა კომუნიკაციის არხები იქნება ეს თუ ურთიერთობები იქნება სხვადასხვა მხარესთან, ამის დეფორმალიზაცია, ანუ მოხდეს ესე ვთქვათ, ფორმალური სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლა. ეს არ ეხება მხოლოდ სადაზვერვო სამსახურს, ზოგადად ინსტიტუციურ გარემოს, ამიტომ დიახ, ეს პრობლემური საკანონმდებლო ცვლილებაა და სამწუხაროდ იმ მემკვიდრეობით შეიძლება ითქვას, რასაც ბოლო, განსაკუთრებით აი ბოლო 2-3 წელიწადში აკეთებს ქართული ოცნება, ძალიან ბევრი დრო დაჭირდება ამ ყველაფრის გამოსწორებას. სხვათა შორის კიდევ ახალი, ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ვთქვათ, არ არის ჯერ დადასტურებული, მაგრამ აპირებენ ასევე კაცის უწყების გაუქმებას, როგორც კი ბატონო, მე მგონია, რომ ხო, საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შევიდა, ხო, კი, დღეს შევიდა, ხო, დღეს შევიდა. პროკურატურას უნდა დაუქვემდებარა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ესეც მეტყველებს იმ დაუსჯელობის, ესე ვთქვათ, იმ სოციალური გარიგების, თუ შეიძლება ესე ითქვას, რეალურობაზე, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მოძალადე ჯგუფებს აქვთ გარკვეული კარტ ბლანში და მათზე არანაირი პასუხისმგებლობის დაკისრებას არ აპირებს ხელისუფლება პირიქით. ეს გარკვეული ჩაკეტილი წრეც შეიძლება განვიხილოთ, იმიტომ რომ პოლიციელი, რომელსაც ინსტრუქტაჟი აქვს, რომ არ მოახდინოს რეაგირება ძალადობრივ ჯგუფზე, ხო, ბუნებრივია ის შემდეგ
საერთოდ კარგავს თვით ინიციატივობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებითაც და საერთოდ არის გაუგებრობაში რაზე უნდა მოახდინოს რეაგირება და რაზე ბოლო დროს მომხდარი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების ფონზე გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლებელია ეს, ასე ვთქვათ, სტრუქტურული ცვლილებები უკავშირდებოდეს ასევე ყობახიძის ძალა უფლების გამყარების, ხო, გაზრდის ყოვლის მოცვის, ასე ვთქვათ, მცდელობას. ჩვენ ბევრჯერ, იმიტომ რომ ხშირად მოსირებს ხოლმე ეს რაღაცა ეს თქო სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირების საკითხი. ეს შეიძლება ითქვას საოპერაციო მენეჯმენტის მართვის დონეზე დაყვანილი საკითხია ევანიშვილისთვის. ერთი გავლენის ჯგუფის გაძლიერება, მეორე შესუსტება და პირიქით საბოლოო ჯამში ყველას კარგად ესმის, რომ ამ ქვეყანაში მთავარი ძალაუფლების, არაფორმალური ძალაუფლების წყარო და გავლენის ესე ვთქვათ მექანიზმი არის ივანიშვილის ხელში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ ცალკე აღებულ ეპიზოდში ყობახიძის გავლენის ჯგუფი უფრო ძლიერ პოზიციებს დაიკავებს თუ ვინმე მისი საპირისპიროდ. ამას ეს მხოლოდ ესე ვთქვათ მოკლევადიანი რაღაცა ოპერატიული კონკრეტული ეპიზოდური ცვლილებაა და არაფერი შინაარსობრივი. კიდევ ერთხელ, მთავარი ამბავი არის ის, რომ გავლენის ფერკეტები რჩება ივანიშვილის ხელში, მიუხედავად იქ ქვემოთ როგორ დაალაგდება მისი თოჯინების, ესე ვთქვათ, თეატრი. ამიტომ რო შევაჯამოთ ეს საკითხი, დიახ, სამწუხაროდ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენ, ესე ვთქვათ, ჩვენს თვალწინ და ჩვენ მთელი საზოგადოება თუ კიდევ უფრო მეტად, ესე ვთქვათ, არ მოვეგეთ გონს და არ ავუხსენით ერთმანეთს რა პრობლემებსთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, არ ვაჯობეთ როგორმე ოცნების პროპაგანდას, არ ავუხსენით თითოეულ მოქალაქეს, რომ აი ამ ყველაფრის, აი ამ პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ფარდის შეიძლება ითქვას თუ ამ ცვლილებების მიღმა კიდევ უფრო მძიმედაა საქმე ეკონომიკაში, კიდევ უფრო მძიმედაა საქმე მაგალითად ეხა დღეს ვეცნობოდი და საერთოდ სხვადასხვა სფეროში, ნებისმიერ სფერო, გნებავთ თქვენი სფერო ავიღოთ ჟურნალისტიკის სფერო და ზოგადად მედია გარემო. გნებავთ ავიღოთ მაგალითად განათლების სისტემა, სადაც სკოლამდელ განათლებაში მაგალითად აკადემიური პერსონალის მხოლოდ 7%-ია 35-40 წლის ქვემოთ. აი მაგალითად სკოლებში არის, ანუ მასწავლებლებში არის დაახლოებით 10% ესეთი. რატო? იმიტომ რომ ადამიანები ახალგაზრდები განსაკუთრებით ქვეყნიდან მიდიან, ბოლოს 3 წელიწადში 180,000 ადამიანი წავიდა, ისე რომ სანაცვლოდ არავინ არ შემოვიდა, ეს წმინდა მიგრაცია რო ავიღოთ, საქართველოს მოქალაქეებზე მაქვს საუბარი და თუ გავიაზრებთ ფაქტობრივად იმ საფრთხეებს, რაც ვახსენეთ დაზვერვის სამსახურთან და ეხლა ჩვენ გასაგებია ვინც ყავს მტერი და ვისი დაზვერვაც უნდა გამოვავლინოთ აქ ჩვენი სამსახურებით და დავინახავთ იმასაც მეორეს მხრივ რომ რუსი ეგრეთ წოდებული მიგრანტების, ოკუპანტის სახელმწიფოს მიგრანტების 70,000-იანი არმია საქართველოს შემოვიდა და დარჩა. ესე ვთქვათ და მოქალაქეობის მიღების ცენზი 10 წლიდან 5 წელიწადზე ჩამოიყვანა ქართულ მოცნებამ, ხო აი ამ დიდ სურაში მე მგონი სერიოზული კითხვის ნიშნები უნდა დავსვათ საითმედის ეს პროცესი და რა ტიპის დემოგრაფიულ ექსპანსია შეიძლება გქონდეს ადგილი. ხო, საიწავა ეს პროცესი ალბათ დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ გეგმაზე, ხედვაზე, სტრატეგიაზე, რაც აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, იმიტომ რომ სწორედ ისინი აცხადებენ თავს ხელისუფლების ალტერნატივად, აქეთკენ მიმყავს ეს საუბარი. ახლა რასაც თვალს ვადევნებ და ვაკვირდებით, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა იმ საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიაზე კომისიის გამოკითხვაში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხს გულისხმობ, რომელზეც თქვენმა ლიდერმა განსხვავებული მიდგომა გამოავლინა. დღეს ვხედავთ, რომ განსხვავებული მიდგომა აქვთ პოლიტიკოსებს გირაოს გადახდა, არ გადახდის საკითხთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ეს საკითხი ცივი გონებით არის მისაღები, ანუ ვინც პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს და აგერ გვაქვს უკვე კონკრეტული მაგალითი ოქროაშვილის სახით, ვიცით რომ იგივეს გაკეთებას აპირებს ზურაბ ჯაფარიძე, მელიას და გვარამიასაც ასე აქვთ გაცხადებული, ანუ ისინი ცხელ გულზე იღებენ ამ გადაწყვეტილებას, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? არ არის რაციონალი ამ გადაწყვეტილებაში, იმიტომ რომ მათ აქვს თავისი არგუმენტები, იმიტომ რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმურია საგამოძიებო კომისია და შესაბამისად ლეგიტიმურობასთან ამას არანაირი კავშირი არც არასდროს არ ქონდა წარსულში და არც არასდროს ექნება მომავალში და ეს ჩვენ მაგალითად ჩვენი თავდაპირველი, ანუ პირვანდელი პოზიციით და შემდეგ უკვე ქმედებით დავადასტურეთ. არავინ პირიქით ჩვენ თავიდანვე ვამბობდით
რომ ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა იმისთვის, რომ მივწვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც სამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდის მხრიდან პროპაგანდით დაბომბვის რეჟიმში იმყოფებიან და ჩვენ ეს გადაწყვეტილება ამას დაუქვემდებარეთ. ეს იყო ის დიდი მიზანი, რომელიც ამ გადაწყვეტილების, ესე ვთქვათ, საფუძველში იდგა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ანუ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული საკითხი, შეგვიძლია, ესე ვთქვათ, აბსოლუტურად არარელევანტურად ჩავთვალოთ. რაც შეეხება გირაოს საკითხებს, პოლიტიკური დავუშვათ რაციონალი არის თუ არა, ხო, ამ საკითხში თუ მაინც ფიქრობთ, რომ ხელგულზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა გადახედონ, იმიტომ რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობდა, რომ ეხლა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა და გამოაკლდეს აი ამ პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში. ხო, მე ესე შემიძლია გითხრათ, რომ თავიდანვე, როდესაც საუბარი იყო საერთოდ მისვლა არ მისვლაზე, შესაბამის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს არის ინდივიდუალური პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხი და ყველას გადაწყვეტილება არის ჩვენი მხრიდან იქნება ნებისმიერ შემთხვევაში პატივნაცემი და პატივს ვცემთ ყველას გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არის მათი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ახლა მე მგონი აქ ყველას კარგადაა გააზრებული შედეგებიც, რა შედეგებიც შეიძლება მოყვეს ამ ასეთ თუ ისეთ გადაწყვეტილებას და მე ვფიქრობ, რომ ყველა ამას გააზრებულად აკეთებს. რა თქმა უნდა, ახლა ეს რო ხდებოდეს რაღაცა ფორს-მაჟორულ გარემოში, დრო არ იყოს გასააზრებელი, არ იყოს სიცხადე, დამდგარი და მოსალოდნელი შედეგების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კიდე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს რაღაცაც ხელგულზე მიღებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ინდივიდუალურ კონტექსტში ამას თუ დავტოვებთ როგორც ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, მე არ მგონია, რომ აქ რაღაცაც ხელგულზე გადაწყვეტილება იყოს, მე ვფიქრობ, რომ გააზრებული ნაბიჯია. შეიძლება ჩვენი პოზიცია ცოტა განსხვავებული იყოს, ან არ იყოს განსხვავებული, ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ ერთხელ ინდივიდუალური საკითხია და მათი გადასაწყვეტია. ჩვენ შეიძლება ერთ-ერთი რაღაც მოლოდინები ჩამოგვიყალიბდეს, ხო, როგორც დამკვირვებლებს ამ პროცესის, ვიღაცებზე კონდეს განსხვავებული მოლოდინები, ვიღაცებზე კონდეს მოლოდინები, რომ არ გადაიხდიან ამ გირაოს, მაგრამ ეს მხოლოდ მოლოდინები იქნება. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ცხელი გული არ ვიცი აქ რა, ანუ როგორ შეიძლება შემოვიტანოთ, უბრალოდ კიდევ ერთხელ ეს არის ინდივიდუალური სამართლებრივი პოლიტიკური საკითხი და მათი გადასაწყვეტი. იმის მიღმა ყველა კავშირი თუ აი ამ გირაოს საკითხს მივაბამთ კომისიაზე მისვლა არ მისვლის კონტექსტთან, ლეგიტიმაციის ჭრილში ამის განხილვა აბსოლუტურად არარელევანტურია. ეხლა მათ რა საფუძვლები ჰქონდათ და რა საუბრობდნენ საჯაროდ და რა საფუძვლები ჰქონდათ საკუთარ გადაწყვეტილების არასაჯაროდ, ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ და ამაში მე ხე შეხვას არ ვაპირებ. ხო, მაგრამ აი პოლიტიკურ პროცესს რამდენად ასე ვთქვათ, იქონიებს გავლენას, მოდი ასე ვთქვათ, არ ვიცი, დააზიანებს ან პირიქით შესაძლებელია პოლიტიკური ლიდერების გისოსებს მიღმა, აღმოჩენამ გაცილებით უფრო მეტი ბიძგი მისცეს საპროტესტო ტალღას. ჩვენ ხომ ეს ჯერ არ ვიცით, რომ წარმოვიდგინოთ აი ეს სურათი ახლო პერსპექტივაში, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია დიდი ალბათობით მგონია, რომ ვაშაძე გადაიხდის გირაოს, აღმოჩნდნენ საპატიმრო დაწესებულებაში. რა გავლენა ექნება ამ ფაქტორს, როგორც ფაქტორს პოლიტიკურ პროცესზე? იმიტომ რომ საუბრობთ პოლიტიკოსებზე, საუბრობთ ოპოზიციონერებზე, საუბრობთ ლიდერებზე. გამორიცხულია ამ გადაწყვეტილებებმა, ამ ნაბიჯებმა არ იქონიოს გავლენა პოლიტიკურ პროცესზე. რა თქმა უნდა, ცხადია, გავლენა ექნება პოლიტიკურ პროცესზე, ნებისმიერ შემთხვევაში ამას გავლენა შეიძლება იყოს მრავალწახნაგოვანი, ძალიან რთულია ეხა იმის პროგნოზირება ეს ოპოზიციით მე მაგალითად სუბიექტურად მგონია რომ საერთო ოპოზიციური კონტექსტით თუ შევხედავთ ამას და ოპოზიციური განწყობების კონტექსტით აი ამ პროცესს დააზიანებს. ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ არა, შეიძლება არ დააზიანოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც აი ესეთი ამორფულია საკითხი, მრავალწახნაგოვანია საკითხი, ჩვენ უნდა ამოვიდოთ რა არის ივანიშვილის ინტერესი, ხო, ქართული ოცნების ინტერესი და ამ ნაწილში უნდა შემოვიფარგლოთ რა გამოცდილება გვაჩვენა, ხო, ფაქტობრივად. ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის სამართლიანი, სადაც ადამიანებს ცემენ ქუჩაში პოლიცია არ რეაგირებს, სადაც ყავს ათეულობით ახალგაზრდა უდანაშაულო არასრულწლოვანი შეიძლება ითქვას, ხო, ფაქტობრივად ახალგაზრდა ადამიანი, რომელზეც ედავებიან ორგანიზებულ ძალადობას იმისთვის, რომ დათრგუნონ საპროტესტო მუხტი, ხო, და საპროტესტო მოძრაობა, ხო, და სადაც ყავს აი ამდენი პოლიტპატიმარი, ბუნებრივია, ეხლა მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ოცნების ჩანაფიქრი იყოს, დიახ, სწორედ
ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება. მე ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ და თანაც ოქროაშვილის შემთხვევა უკვე როგორც ცალკე აღებული პოლიტიკოსის დაპატიმრების სახეზე გვაქვს, ხომ? მეორეს მხრივ თან საუბრობდეთ იმაზე, რომ დაუშვათ ივანიშვილს და ოცნებას უნდა პოლიტიკოსების დატოსაღება, მოდი ესე ვთქვათ, და თან ვამბობდეთ იმას, რომ უნდა ამავდროულად თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა, ეს ერთმანეთს მე მგონი ცოტა არ იყოს ეწინააღმდეგება, ხომ? ამიტომ რაღაცაზე უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხების პარტიებს შესაძლებელია სულაც არ უნდადეს იმ პარტიების მონაწილეობა, ვინც არიან ეხლა პოტენციური ტუსაღები. აბა მე ხო ეხლა ვსაუბრობ იმ პოლიტიკურ ეხლა ხო ჩვენ ხო ვსაუბრობთ იმ 4 პარტიაზე რომელიც ლიდერებს ზედაც თქვენ სხვათა შორის აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმაზე გამოჩნდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც ამ არჩევნების შედეგებით ვერ ჩაითვლებიან ბარიერ გადაახურებას. სხვა რამეს გულისხმობ, ემა, რას გულისხმობ, იცი რომ თქვენ რო დაასახელეთ გვარები კონკრეტული პოლიტიკოსების, მათ პარტიებზე, ანუ ისინი რა პარტიებსაც წარმოადგენენ, ამ პარტიებზე მაქვს საუბარი, თორე გასაგებია ხა რომ სხვა პარტიების ამ შემთხვევაში თქვენი პარტიაც არის ამ შედეგებით ასე იმ 4 მოკლედ პარტიას შორის და დღემდე არსებობს ალბათ იარსებებს კიდეც ლეგიტიმურად ეჭვები თქვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით ადგილობრივ არჩევნებში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებთ და მკაფიოდ ცალსახად არ ჩამოაყალიბებთ თქვენს პოზიციას. ხო შორის ქართული ოცნების შემდეგ აგერ ნაციონალურ მოძრაობის წევრების ანი წითლიძის განცხადებას შეგახსენებთ, რომელმაც თქვა რომ ფაქტობრივად დარწმუნებულია, რომ მიიღებთ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. ვიცი თქვენი პასუხი ხშირად მომისმენია, რომ ეს ძალიან ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე შორია. ამიტომ ვიდრე მივალთ იმ ეტაპამდე. მოდით მემადროვეთ, ჩამოვაყალიბო კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ არ დაუტოვოთ ერთმანეთს ჩვენი ანუ არ იცვლება ეს თქვენი პოზიცია და ჩამოყალიბებული აზრი აი ყოველდღიურობასთან დაკავშირებით? არა, დღეს დილითაც მედიასთან კომუნიკაციის დროს სხვათა შორის აი არ ვიცი ანი წითლიძე როდის მერე გახდა სამთავრობო მედიებისთვის ესე ვთქვათ კითხვების დასმის მთავარი საფუძველი, მაგრამ დღეს ეს შემდეგ რაც თქვენი κρიტიკა დაიწყო ალბათ. საინტერესოა სამთავრობო მედიებისთვის, საინტერესოა ოპოზიციის. 2 თვის წინ რო დაიწყო ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის საკითხების, არჩევნების საკითხების შემოტანა, იქედან ამ დღის წესრიგში, იქედან მოყოლებული ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ თქვით, რომ ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებთ ნებისმიერ არჩევნებისთვის. არ ბევრი რამ მოხდა ამ თვის განმავლობაში. არა, რა მნიშვნელობა ჩვენ პარტია იხრება დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე თქვენი პოზიცია საით უფრო იხრება, რა ვიცი. პოზიცია საით იხრება და იმ ბუნებრივ მოცემულობამდე, რაც ახასიათებს ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად სხვათა შორის ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ნებისმიერ იქნება თვითმმართველობა, იქნება საპარლამენტო თუ სხვა თუ სხვა და ჩვენ გგონია რომ ესე ვთქვათ დღევანდელი მოცემულობით ნებისმიერი განსხვავებული ესე ვთქვათ პროცესი იქნება აბსოლუტურად დამაბნეველი საზოგადოებისთვის, განსხვავებული პარტიამ რო თქვას რომ არ ემზადება, ვიღაცები დღესვე უკვე ბოიკოტს უცხადებენ ამ არჩევნებს, ხომ? აი ვინც ბოიკოტს უცხადებს ამ არჩევნებს, უბრალოდ საზოგადოებას უნდა დაჯდეს და აუხსნას. ჩვენ ხო არ მოგვისმენია არავის ალტერნატიული გზა, ალტერნატიული სცენარი, რას აპირებენ, იმიტომ რომ ჩვენთვის, ჩვენ მათ კითხვაც დაუსვით, ხო? აი გასულ კვირაში თქვით რომ კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია და გვესმის, რომ ესეთი პოზიცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ აი ბოიკოტის შემდეგ რა არის თქვენი გზა? საზოგადოებას საით მიდიხ, როგორ წვდებით იმ ადამიანებს, როგორ ქმნით პოლიტიკურ პროცესს იმ ადამიანების სიახლოვეს და იმ ადამიანების ინტერესებში, ვინც მაგალითად რეგიონებში ცხოვრობენ და ვინც მაგალითად სამთავრობო პროპაგანდის მსხვერპლია. როგორ მიდიხართ აი ამ პროცესამდე? დატოვა, უბრალოდ შეკითხვა დატოვა ვაშაძემ ყველა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, ვისი პოზიციაც ამ ეტაპზე შესაძლებელია აღიქმებოდეს როგორც ორაზროვანი. კითხეთო, მე მთხოვა პოლიტიკოსებს, ანუ 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნებიაო? შეხედეთ, მე მესმის ეს პათოსი არჩევნები არ არის არჩევნები, თუკი იქ მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლებას აუცილებლად ექნება იმისი ცდუნება და მონდომება და სურვილი, რომ სერიოზულად ისეთივე მასშტაბურად გააყალბოს თვითმმართველობის არჩევნები, როგორც გააყალბა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, დავასრულებ, მაგრამ არის არჩევნები იმ შემთხვევაში არის არჩევნები, აპირებდით და მაგით. მაგრამ არის არჩევნები ემა იმ შემთხვევაში, თუ კი ოპოზიცია ბოიკოტს გამოუცხადებს ამ არჩევნებს და ისევ კომფორტულ თვით ინიცირებულ სათავისო ოპოზიციასთან ერთად დატოვებს ამ არჩევნებზე ქართულ ოცნებას. აი ეს არის ეს პასუხი. ამიტომ ესე ცალსახად
რაღაც ეს შავია და ეს თეთრი ესე არ არის. გააჩნია მოცემულობას, გააჩნია მონაწილეობის ხარისხს. რა თქმა უნდა, თუ არჩევნებს გაყალბება არ დაჭირდება ივანიშვილს, ეს არჩევნები იქნება არჩევნები. იქნება არჩევნები და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე ამბობს, რომ ოცნება სჭირდება პოლიტიკოსები ციხეში, მათ შორის ის პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ იმ პარტიებს, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, უბრალოდ მანვე არ უნდა თქვას, უბრალოდ არათავსებადია, რომ ივანიშვილს ეს თქვათ პრობლემებს შეუქმნით თუ მონაწილეობას არ მივიღებთ ამ არჩევნებში. ხო, ეს ხო უბრალოდ ერთმანეთთან შეუთავსებელი ეს თქვათ არგუმენტებია და ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველამ თქვენი ეთერიდანაც გაიგოს ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია რომ ჩვენი გზა არის ეს მაინც მითხარით, შეგიძლიათ მითხრათ, აი როგორ ემზადებით, იმიტომ რომ ლელო ამბობს, რომ ლელო საჯაროდ სხვა პოზიციას აცხადებს, მაგრამ ნუ მათი აქტივობა, ან ლელო იტყუება, ისინი ამბობენ რომ ზოგი ამბობს რომ არ იღებს მონაწილეობას და რეგიონებში ემზადებიან. ანუ ლელო არა მხოლოდ აბა კიდე ვის აქვს შეხვედრები რეგიონებში? არა, შეხვედრები ლელოსი, იმიტომ იცით თქვენ რომ ამაზე ინფორმაცია გავრცელდა და თქვენამდე მოვიდა, თორე არიან სუბიექტები, რომელზეც რეგიონალურ შეხვედრებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. თქვენ გაქვთ ეს ინფორმაცია? რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ გვაქვს ეს იცით რომ სხვა პოლიტიკური პარტიები ვისაც ძალიან ისეთი შეუვალი პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ მიმდინარეობს მოსინჯვანი ემზადებიან მიმდინარეობს მოსინჯვანი ნიადაგის და თავიანთ ასეთ პარტიულ აქტებთან შეხვედრები და მოკლედ ეხლა ამ დეტალებში არ ჩავ. ეს არის ერთგვარი სამზადისი ადგილობრივი არჩევნების. მაგრამ მე შემიძლია ჩვენ გითხრათ ჩვენი პოზიცია გითხრათ ჩვენ პირველი დღიდან მოყოლებული როცა ვამბობდით რომ დიახ ვემზადებით როგორ რა ეხლა ჩვეულებრივი პარტიული რუტინაა ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი, მათ შორის ჩვენს მხარდამჭერებთან არჩევნებია. არა, მესმის, მაგრამ მოსამზადებელი პროცესი ეხლა ხო გულისხმობს. თქვენ რეგიონებში ხვდებით, თქვენი გეგმა, სტრატეგია, რომელიც უშუალოდ ამ მრჩეველთან კომუნიკაციაში გამოიხატება, ან შეიძლება აი ამ პოლიტიკური პროცესში უფრო მეტი ჩართულობით. მესმის, უბრალოდ უნდა ამოვწურო, რომ სრულად დავანახო საზოგადოებას სურათი, რომ ხო, კი, რა თქმა უნდა. ყველანაირ ნაბიჯს მოიაზრებს მზადება, რასაც ზოგადად მოიაზრებს არჩევნებისთვის მზადება პარტიისთვის ხარ, რო ჩამოგითვალოთ, მე მგონი ძალიან რაღაცა არასერიოზული. ყველას ნუ ჩამომიწევთ. ერთი ასე ვთქვათ, საკვანძო. მაგალითად კომუნიკაცია ჩვენს რეგიონალურ წარმომადგენლებთან მათთან ყოველდღიურად ესე ვთქვათ, ყოველდღიურ რეჟიმში, ისევე როგორც მანამდეც, მაგრამ ეხლა ესე ვთქვათ, ამ მიმართულებით გვაქვს და ეს კიდევ უფრო მეტად ინტენსიური გახდება ბუნებრივია. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ აი რომ გამაწყვეტინეთ, ეხლა ისე უნდა დაუბრუნდე საკითხი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი მზადება ყოველთვის იყო ღია და ცალსახა, ჩვენ არასდროს არ მოგვიტყუებია არავინ ამასთან დაკავშირებით და გგონია კიდევ ერთხელ მზადება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გამოვრიცხავთ განსხვავებულ პოზიციას და აზრს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის იმ ადამიანებს, ვინცაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ გვაქვს ასევე კითხვები, რომ კი ბატონო, გავიგეთ თქვენი პოზიცია, აცხადებთ ბოიკოტს. ჯერ ერთი ახსენით, ბიძინა ივანიშვილს ბოლო-ბოლო უნდა პოლიტიკოსების დაჭერა და თან პარტიების არჩევნებში მონაწილეობა, თუ ბოიკოტის შემდეგ თქვენ აი მაგალითად რას აპირებთ? მათი ასე ვთქვათ, მათ პოზიციას, არა მხოლოდ მათ პოზიციას. არა მხოლოდ მათ პოზიციას, არამედ რა ხდება ამის შემდეგ. ჩვენ მაგალითად ეს გადაწყვეტილება ჩვენი ეს გადაწყვეტილება მოკლედ ვერ მოექცევა ვერანაირი ვერც გარე გავლენის ვერც შიდა ესე ვთქვათ გავლენების ქვეშ ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება რაც მივიღებთ ჩვენი ამორჩეველთან ერთად და ჩვენ ესე ვთქვათ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას. შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს გადაწყვეტილებაზე, აი ეს მითხარით. გასაგებია რომ სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია, მოსაზრებები, არგუმენტაცია თქვენზე ასე ვთქვათ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ არის ფაქტორი, არის გარემოება, რომელმაც შესაძლებელია მიგაღებინოთ სხვაგვარი გადაწყვეტილება. მაგალითად აი ამ ბოიკოტში, ასე ვთქვათ, ბოიკოტ შეუერთდეთ. აი მაგალითად ხო, კი, რა თქმა უნდა შეიძლება არსებობდეს ესეთი შესაძლებლობა, აგერ მაგალითად თუ ეს პარტიები დამაჯერებელ, ესე ვთქვათ, და რაღაც ჩამოყალიბებულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს ჩამოაყალიბებენ ბოიკოტირების შემდეგ მათი ხედვა როგორია საპროტესტო, ასე ვთქვათ, მუხტის მხარდაჭერის, ხელისუფლების ცვლილების, აი რა არის მათი
გეგმა. თუ ჩამოაყალიბებენ მაგალითად ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოზიციას და არა რაღაც ისეთ რაღაცებს, რადგან ახლა არ მინდა მიზანმიმართულად დავკონკრეტდე, რაღაც პარალელურ არჩევნებს და ცოტა ნაკლებად სერიოზულ საკითხებს. შეიძლება აგერ ხალხს მაგალითად ყველაფერი გვიწერია. აი ამ პარალელურ არჩევნებზე მსჯელობა, იმიტომ რომ საკმაოდ ჩვენ არ ვიცით წარმომადგენლობით ფორმატში მიმდინარეობს დისკუსია ამ თემასთან. ხო და ჯერ ხომ მიმდინარეობს. ჯერ ჩვენთვის უცხოეთის მაგალითები ჯერ ჩვენთვის ასევე გავიგე. საპილოტო რეჟიმში რომ ჯერ ჩვენთვის ეს ტესტირების რეჟიმში ჯერ ჩვენთვის ეს არასერიოზულია, იმიტომ რომ არასაკმარისი არასერიოზული ნეგატიურ კონოტაციაში კი არ ვამბობ, იმიტომ რომ არასაკმარისი და არასათანადო, ესე ვთქვათ, დისკუსიები გაიმართა ამ საკითხზე და საერთოდ ამ საკითხში ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით მიუხედავად მათი, ესე ვთქვათ, დიდი მოლოდინებისა, ვფიქრობ და საკმაოდ სკეპტიკურად ვარ მე პირადად მაგალითად განწყობილი და მგონია, რომ ეს არ არის ის, რაც ბოიკოტის რეჟიმს აკომპენსირებს მაგალითად და ამით რაღაცა შეიძლება პარალელური პროცესით რაღაც შეიძლება მძლავრი ალტერნატივა ხო, მათ შორის, კი, მათ შორის მგონია, რომ ეს არ არის გზა. მეორე ფორმაში თქვენთვის ყველაფერი მისაღებია, მათ შორის ეს გეგმები წინააღმდეგობის პლატფორმას გულისხმობ. არა, ჩვენ სადაც მოკლედ ჩვენ სადაც მისაღებია, ვამბობთ რომ მისაღებია, სადაც არ არის მისაღები, ვამბობთ რომ არ არის მისაღები და ჩვენი გზა გვაქვს. ეს იყო ჩვენი მოქმედების პრინციპი. ხო, მაგრამ არ ჩანხართ, აი ბევრმა ასე ვთქვათ მოგისაკლისათ იმ პლატფორმის მონაწილეებიდან, რომ თქვენ არ ჩანხართ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თქვენი პოლიტიკური ლიდერი საერთოდ ასეთ შეხვედრებში არ გამოჩენილა. უყურეთ, ჩვენ მონაწილეებმა პლატფორმაზე მოგვისაკლისეს თუ არ მოგვისაკლისეს, არც ერთს არ ეშლება, არც ჩემი და არც ხვისი საკონტაქტო ინფორმაცია და ეს საჯარო რაღაცა საჯაროდ გასროლილი ფრაზების ნაცვლად შეუძლიათ კომუნიკაციაში პირდაპირ შემოვიდნენ. ეს ერთი, მეორე. ჩვენ თუ სადღაც ჩნდებით ან არ ვჩნდებით, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას თავის პოლიტიკური მიზანი და ამოცანა აქვს. შესაბამისად, ეხლა სადღაც მეტად გამოჩნდებით, სადღაც ნაკლებად გამოჩნდებით, მოდით დაგვიტოვეთ იმის უფლება, რომ საკუთარი ეგრეთ წოდებული visibility ჩვენ თვითონ გადავწყვეტოთ. ჩვენ უფლება ამ მომხდაროს მოსახლეობას ვიცოდეთ, რატომ აღარ ჩანხართ იქ რომლის ასე ვთქვათ მონაწილეებიც იყო. ჩვენ გამოჩნდებით და ვიქნებით ყველგან წინააღმდეგობის პლატფორმა დატოვეთ თუ არა კონკრეტულად არაფერი არ დაგვიტოვებია, ჩვენ ყველგან გამოჩნდებით და ვიქნებით იქ, სადაც დავინახავთ რეალური საქმის ცვლილებების, განხორციელების შესაძლებლობას. სადაც ახლა ვერ დავინახავთ ამ შესაძლებლობას, იქ ნაკლებად გამოჩნდებით. შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეთ. ამიტომ მოდით ჩვენ ვისაუბროთ თქვენი პასუხიდან რა გავიგოთ? სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის ხედავთ რაიმეს კეთების შესაძლებლობას. რამდენადაც ამ პლატფორმას რაიმეზე გავლენის შესაძლებლობა აქვს, მაგალითად საზოგადოებრივ განწყობაზე, ამ მიმართულებით ჩვენ ხედავთ და ამ მიმართულებით ჩართული ვართ. რამდენადაც ამ პლატფორმას შეიძლება კონდეს, არ ვიცი, მიზანი რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარში დაუდგეს, რამენაირად არ ვიცი, ხელი შეუწყოს, რამენაირად მათ შორის საგარეო მხარდაჭერის კონცენტრაცია და ფოკუსი გაზარდოს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვართ მანდ. მაგრამ იქნება თუ არა და არის თუ არა პირობითად ძირითადი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესის შემქმნელი ეს პლატფორმა და ამის ამარად შეიძლება თუ არა დარჩენა, გონია რომ არ შეიძლება და ამიტომაც ჩანვართ იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ჩანვართ და უფრო მეტად ჩანვართ სხვაგან ან სხვა მიმართულებით. ანუ ეს არის ჩემი პასუხი. ანუ ეს პლატფორმა, წინააღმდეგობის პლატფორმა ვერ იქნება ძირითადი პოლიტიკური პროცესის შემქმნელი? არა, ეს ვერ იქნება ძირითადი და საკმარისი, მოდი ესე ვთქვათ, ძირითადი და საკმარისი პოლიტიკური პროცესის შემქმნელი. ფაქტია, ეს პლატფორმა არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ არის რაღაც გადავლახავი ბარიერები, რომელიც არ იძლევა ამ პლატფორმის ძირითად და საკმარის ინსტრუმენტად ეხა არ ვიცი ეს მათ კითხეთ უფრო მეტად ისინიც ისაუბრებენ მარტო ჩემი შეფასებით თქვა შემოიფარგლეთ. ძალიან საინტერესო ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი და თქვენი პოლიტიკური პოზიცია არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არაერთი მცდელობა იყო ხომ საფუძველი საერთოდ ქართული ქარტია უდევს საფუძვლად აი ამ პლატფორმას, რომლის ყველა პუნქტს ჩვენ ვიზიარებთ და მხარს უჭერთ. რა არის ეს გადაულახავი გარემოება, რის გამოც ვერ შეძლო, რომ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ყოფილიყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესზე ეს პლატფორმა. მოკლედ მიპასუხეთ და დავასრულოთ. კი ბატონო, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. გამოცდილება შეგვიძლია ძალიან მარტივად ვთქვათ, ამ პლატფორმის არსებობა მაჩვენა, რომ ის არ არის
საკმარისი და ძირითადი პოლიტიკური პროცესი, რომლის ამარათაც შეიძლება დავტოვოთ ქვეყნის ევროპული მომავალი, დემოკრატიული მომავალი. ამიტომ ამაზე მეტის თქმა მე ხარ შემიძლია ნამდვილად და ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენი მიმართულებით საგარეო პოლიტიკის ასპარეზი იქნება თუ საშინაო პოლიტიკის ასპარეზი, ჩვენი მიმართულებით თანმიმდევრულად ჩვენ გეგმას მივყვებით. ამის მიღმა ყველაფერი დანარჩენი ახლა ვიღაცას რაღაც დაწერილი გეგმები აქვს და რაღაცა გასაჯაროება არ უნდა, ვიღაცას რაღაცა გამარჯვების ფორმულები აქვს და ჩვენ კითხვებს არ პასუხობს, გამზადებული ფორმულები და ასე შემდეგ. ნუ ეს მათი პრობლემაა თუ არ პასუხობენ, მაშინ თავი დაანებონ ხვის კრიტიკას და საკუთარი თავის კრიტიკით და თვითკრიტიკით. მადლობა ბექალი ლოაშვილს, გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ პაატა დავით აიას მოგუსმენ. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყნის შიგნით, არის ძალიან, ასე ვთქვათ, ინტერესის საგანს წარმოადგენს. ბევრი გარემოების გამო, აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ორი პოლიტიკური პლატფორმის ფონზე. მიმდინარეობს რაღაცა ინტენსიური მსჯელობა, განხილვები სალომე ზურაბიშვილთან ერთად წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, შემდეგ კეთდება გარკვეული ტიპის პოლიტიკური განცხადებები და ასევე ვხედავთ, რომ სულ მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც პაატა ბუნჭულაძის გარშემო მოძრაობა პირობითი სახელით რუსთაველის გამზირი იყრის თავს და იქაც კონკრეტულ იდეებზე მიმდინარეობს მსჯელობა. როგორც ჩვენ პოლიტიკოსების ნაწილი გვეუბნება, არანაირი წინააღმდეგობა რეალურად ამ ორ პოლიტიკურ პლატფორმას შორის არ არსებობს. შესაძლებელია რაღაცა ეტაპზე გარკვეული შემავსებლის როლიც ითამაშონ, მაგრამ როდის შეიძლება დადგეს ეს მომენტი და რაში შეიძლება კონდეს ამ ორ პოლიტიკურ პლატფორმას თანხვედრა, გარდა გარკვეული, ასე ვთქვათ, საყვედურების ან კრიტიკის, რომელიც ისმის ხოლმე, ერთის იდეების, მეორეს, არ ვიცი, უმოქმედობის თუ უნარობის მისამართით რთული სათქმელია. პაატა დავით აია, პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ბატონო პაატა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. სწორედ ამ თემით დავიწყებდით თქვენთან საუბარს, ანუ ორი პლატფორმა გვაქვს. ორივეგან იკრებებიან პოლიტიკოსები. არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პარტიის წევრებს ხედავთ იქაც და იქაც. ერთის, ასე ვთქვათ, ერთი ფორმატის მიმართ გვესმის გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება, განსაკუთრებით რაღაცა გამორჩეული ინოვაციური აპლიკაციური მეთოდით პარალელური არჩევნების ჩატარების იდეასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრი შეკითხვა არსებობს, არ არის ბევრისთვის ცხადი და ნათელი თუ როგორ აპირებს საინიციატივო ჯგუფი აი ამ საკითხის ამ პროცესის ორგანიზებას და პირიქით აქეთა ფლანგიდან კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან გვესმის კრიტიკა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ საბოლოო ჯამში თავი ამოწურა თავად სალომე ზურაბიშვილმა, ზოგს იმედები გაუცრუა, მათ იმედზე ჩემი მტერი იყოს და ასე შემდეგ. ანუ ისე საინტერესოა თქვენ თავს რომელი უფრო ეფექტურად მიგაჩნიათ ამ ორი პლატფორმიდან შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და შესაბამისად თქვენს თავს, ანუ თქვენს პარტიას რომელ ფლანგზე უფრო ხედავთ? იცით რა, მე ძალიან საინტერესო დასმული კითხვა არის. ვერ შევაფასებდი ახლა რომელი უფრო ძლიერია, ან რომელი უფრო სუსტია, ან რომელსაც აქვს უფრო მომავალი და რომელსაც არა, დღეს ძლიერი არის ქართული ოცნება. იმიტომ რომ ის ვერ შეცვალა ვერც ერთმა პლატფორმამ. ეგ არის რეალობა. ამიტომ ძლიერი იქნება ის პლატფორმა, რომელიც ამას შეძლებს რა. ცალ-ცალკე დაყოფილი რაც არ უნდა იყოს, მე არ ვხედავ თემას, რომ ასე შეიძლება ხელისუფლება შეცვალო. მაგრამ უყურეთ რა მომენტი, ჩვენ ახლა მონაწილეობთ ბატონ პაატასთან ერთად და ძალიან წლების ურთიერთობა გვაქვს ბატონ პაატასთან და ხა არის საკითხები, რომელსაც ვეთანხმებით, რომელსაც არ ვეთანხმებით, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონმა პაატამ მოახერხა ერთ მაგიდასთან უფრო მეტი სეგმენტს მოუყაროს თავი, პოლიტიკური იქნება, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები იქნება, ვიდრე სხვა პოლიტიკურ, თქვა წინააღმდეგობის კომიტეტმა. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.
მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რა სისტემა ჩამოყალიბდება ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით. უყურეთ, თქვენ ხედავთ, რომ მოდის არჩევნები თვითმმართველობის. ჩვენ ხედავთ, რომ არ არის ერთიანი პოზიცია. და ამაზე თქვენთან გადაცემაში არაერთხელ მისაუბრეთ. არ არის. ამაზე მეტყოლებდა ჩემი წინა არ არის ესა. სტუმრის პოზიცია. დიახ, აქედან ჩანს რა? ჩანს ის, რომ გარკვეული ჯგუფი პოლიტიკური პარტია, მე არავის ამითი არჩევრაწყობას ვაყენებ იმ პარტიას, ვინც აპირებს წასვლას, ან რატო აპირებს, ან რატომ უნდა იაროს სხვა ჭკუაზე, ან ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, როგორ თვლიან თამაშის წესს, ასე თვლიან და მიდიან, ეს მათი არჩევანია. როგორც მეორე პარტიების, რომელიც არ მიდიან არჩევნებში, მათი არჩევანია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორივე ამ და სუვერენულ არჩევანში გამარჯვებული გამოდის ქართული ოცნება, რომ ერთიანი სისტემა აღარ არის. ამიტომ დღეს უნდა ჩამოვყალიბდეთ რა სისტემით ვცვლით ხელისუფლებას. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხელისუფლება არალეგიტიმურია, პირობითად ვლაპარაკობთ. ყველაფერი არალეგიტიმურია, ხო? და ვეუბნებით, რომ ჩვენ არ წავალთ არჩევნებში, სანამ არ იქნება ლეგიტიმური მთავრობა და ეხლა მე პოლიტიკური ცხოვრებიდან არ მეგულება სიტუაცია, როდესაც მთავრობა თავისი თმობს ყველაფერს ვეუბნებით, უკაცრავად, ბოდიში მე არალეგიტიმურია. ანუ რატომ თავისით, ანუ ქვეყნის შიგნით საპროტესტო წნეხი. მივალთ. თავისით ამას გულისხმობ, რომ წნეხით დღეს ხელისუფლება ერთხელ დატოვა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც გადადგა პრეზიდენტობიდან და ისევ წავიდა არჩევნებზე, ეს იყო წნეხის თემა, ჰქონდა მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა და აიღო ეს პასუხისმგებლობა. შემდგომი ხელისუფლების ცვლილება მე მახსოვს არასდროს ამ 30 წლის განმავლობაში ასეთი კრიტიკული დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ ყოფილა. ამასაც ხომ აქვს განსაზღვრელი. მე უკვე ამას არ უყურებ განსაზღვრულად, მანამდე უყურებდი. გეტყვით რატო? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება არანაირ რეკომენდაციას არაფერს არ ითვალისწინებს დასავლეთის. მათ ეს დღის წესრიგი აირჩიეს. აი დღევანდელი მაგალითად, როდესაც გააუქმეს საგამოძიებელო სტრუქტურა, ხო? და უერთებენ პროკურატურას. უბრალოდ ჩვენ აი რამდენჯერ გვისაუბრია 9 პუნქტიან გეგმაზე. ნახეთ, ყველას დაავიწყდა ეს. სასამართლო ყველაფერი დაავიწყდა. ის მოთხოვნები რაც იყო ევროკავშირის და ზუსტად ამ უწყების შექმნაზე ქალბატონებმა ფული დაიხარჯა. იმ 9 პუნქტზე ფული არ დახარჯულა იმდენად, როგორც აქ. ხო, აი გამოყოფილი იყო დონორებიდან, თანხები ევროკავშირიდან და ეს სტრუქტურა შექმნილი იყო და ეს ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე. ქვეყანამ აიღო თავის თავზე. ესე იგი გამოდის, რომ ქვეყანამ დღეს ღია მესიჯი გააგზავნა და ეუბნება, რომ არ მაინტერესებს ეს ვალდებულება რაც არის. ანუ მხოლოდ ამ ასე შესრულებული ვალდებულებაც არ მაინტერესებს. ამ მესიჯისთვის ხდება. არა, მე არ ვიცი. რეფორმა. მე არ ვიცი. ისთვის ხდება, მაგრამ მე როგორც ჭყალებში უცხოელმა რო უყურებ ამას, ვინც ამაში ფული გადავიხადი, რომ ეს სტრუქტურები ყოფილიყო, დამოუკიდებელი და ყოფილიყო დანაწილების მომენტები, დღეს მე მივიღე, რომ შექმნილზე არათუ იმ 9 პუნქტიანზე, რომელსაც ახოს არ ასრულებს არავინ, არამედ შექმნილსაც ვანგრეო, მიხვდით? ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ეს მესიჯი აიღო დღეს ჩვენმა მე რამოდენიმე ადამიანს ველაპარაკე, ვერ მოვასწრეთ დღევანდელი ამბავია, ხო, ბიუროზე რეგისტრაცია ბრიუსელის მმართველობაში და ყველა ვისაც მე ველაპარაკე, მათ ასე აღიქვეს. მიხვდით? ეს არის რეალობა. ეხლა აწი რა იქნება ამას, რეკომენდაციები იქნება, რა თქმა უნდა და ჩვენ ამას მოვისმენთ უახლოეს 5-6 დღის განმავლობაში. აუცილებლად ევროკავშირს რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მოვისმენთ. ამაზე ერთგვარი საპროტესტო ნოტა საგამოძიებო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას მოვისმენთ. საპროტესტო ნოტა ეს ნოტა იქნება, განცხადების სახით იქნება, რაღაც ანგარიშების კონკრეტული ქმედებებიც მოყვეს ამ ყველაფერს, ანუ განცხადებების მიღმა წავიდეს. აი ქმედებები ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ახალი სანქციების გამოყენება შეიძლება ეს გამოყენებული იყოს საფრთხოდ. ხვდებით? აი, როცა იტყვიან, რომ ამ ადამიანს ვასანქცირებ, იმიტომ რომ ესა და ეს რაღაცა მოხდა. აი ამას მე არ ვიცი რა ფორმით მოხდება ეს, მე ვარაუდებ, ეს ვარაუდია ჩემი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამას მოყვება რეაქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ვუბრუნდები იმას, რომ არავინ ხელისუფლებას ისე არ დათმობს. მithumetas ეს ჩანს, ყოველთვის ოპოზიცია როგორ იყო ძლიერი ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ოპოზიციას უჭერდა დასავლეთი მხარეს, ხო სულ გახსოვთ და ხელისუფლება სულ ითვალისწინებდა რაღაც მომენტებს. აი იგივე მაგ სააკაშვილს ხო შეიძლება არ გადაებარებინა ხელისუფლება. მაგრამ გაითვალისწინა უცხოელების ისა, ყველაფერი გაითვალისწინა, საზოგადოებრივი ზეწოლა, ყველაფერი. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ასეთ რაღაც არ მოხდება. აი ეს ნათლად ჩანს უკვე. ნათლად ჩანს. კარგი, მაშინ აი ამიტომ უნდა ჩამოყალიბდო მთავარი მომენტი რა დგება, იცით? აი მესვით თქვენ ის კითხვა და მაგინდათ ეხა მაშინ რა არჩევნები უნდა მოიგო არჩევნებამდე.
უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია პოლიტიკური, საუბარია პოლიტიკურ ძალებს ლაპარაკობს საზოგადოების წამყვანი. ისეთი ძალა უნდა შექმნა, როდესაც არჩევნები მოიგო არჩევნებამდე ორჯერ მოხდა ესეთი რაღაცა. 2003 წელს და 2012 წელს. მოდით ვაღიაროთ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობაც იყო ძლიერი. მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ შექმნა პოლიტიკური დაჯგუფება, რომელმაც არჩევნები მოუგო არჩევნებამდე. არჩევნებამდე კი არა, საპარლამენტო არჩევნებიც მოგებული აქვს ოპოზიციას, სწორედ ამას აპროტესტებენ, მათ შორის ბოიკოტით ამ პარლამენტის მიმართ. ქალბატონო მაყურეთ, ბოიკოტის სიტყვა, ხო? მესმის. ვიძახოთ ბოიკოტს აქ აზრი, როცა მიდიხარ შედეგამდე. ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს არაფერს. ესე გამოდის, რომ ეს ბოიკოტი უწყობს ავტორიტარულ რეჟიმს ხელს, ხო? მე კაი გაგებით ვიძახი რა და არა, თქვა, ცუდი გაგებით ლაპარაკობ ბოიკოტზე. ესე იგი, ხელისუფლებამ აიღო პოზიცია, გადავიდეს ავტოკრატიაში. ესე იგი, შენ გამოდის, რომ შენი ქმედება, ასეთი წყალებში მშვიდობიანი ქმედება, შედეგს ვერ გამოიტანს. ესე იგი, ხელისუფლებას ასია თუ ისე უწევს არჩევნები. მე ხარ ლაპარაკობ ძალადობრივ ხელისუფლებას, მე ლაპარაკობ არჩევნების გზით, ხო? ამიტომ არჩევნები ნებისმიერ ვარიანტში იქნება, ხო ეს? ეხა შეიძლება ისე წავიდეს, რომ თქვა რომ არაა საჭირო არჩევნები. მე არ გამორიცხავ ამას, მაგრამ არ ამგონია ამ ეტაპზე. აქამდე ჯერ მივსული არა ვართ. მაგრამ ამ გზაზე ვდგავართ. ამიტომ არჩევნები იქნება და ამ არჩევნების მომენტში შეიძლება მოქმედება. ეხა ერთ წუთას ავიღოთ თეორიული შანსი რა. მერის არჩევნები. ეხა ყველამ ვიცით თბილისში განწყობა. ყველამ ვიცით. ერთიანი მერობის კანდიდატი რო იყოს, ერთი კაცი ოპოზიციიდან და ყველა შეთანხმდეს, პირობითად ვლაპარაკობ, ხო? 2 მილიარდიანი ბიუჯეტი მოაქვს ოპოზიციას. მე არ ვლაპარაკობ ბათუმის მერზე, მე არ ვლაპარაკობ ქუთაისის მერზე, მე არ ვლაპარაკობ ზუგდიდის მერზე, მე ვლაპარაკობ თბილისზე მხოლოდ. აი დავანებოთ ყველას და წავიდეთ თბილისზე. ესე იგი, ამაც ხო პოლიტიკური პასუხისმგებლობა გათხოვდა. ჰიპოთეზაა, ანუ არა, ხო, მე ვხედავ რომ ეს არ იქნება, მე ვლაპარაკობ. რატომ აი რა შეუშლის ხელს პირველი, რაც შეიძლება დაუძლეველი გარემოება იყოს. იმიტომ რომ ნაწილი მიდის არჩევნებში, ნაწილი არ მიდის. ჯერ უნდა ჩამოყალიბდე, რას აკეთებ, ხო? შეთანხმება წარმოგიდგენიათ ერთი რომელიმე კანდიდატის გარშემო დათმოს სხვამ საკუთარი პოლიტიკური ამბიცია. მექანიზმს გეტყვი ძალიან მარტივს რა. შეიძლება აირჩიო კომპრომისული ფიგურა საზოგადოებიდან, არ არის დაუცილებელი პოლიტიკური პარტიებიდან იყოს, ხო? საზოგადოების წარმომადგენელი და ეს პარტიებთან თავისუფლად შეიძლება მოილაპარაკონ, რომ გვერდში დაუდგენ ამ ადამიანს, მიიღონ თუ მოგებაზეა ლაპარაკი და რაღაც ბერკეტებზე ძალაუფლებას, აიღონ ვიცემერების თანამდებობები და ეს საზოგადოებას აჩვენონ, რომ აი აქ იქნება კოალიცია. წარმოგიდგენიათ დღეს პოლიტიკაში. მე თეორიულად ლაპარაკობ, თეორიულად. არა, თორე თუ გინდა არჩევნებამდე 6 თვით ადრე კიდევ თეორიებზე საუბარი ეს რამდენად რელევანტურია. მე ხო ვარიანტს ვლაპარაკობ, რომ ვარიანტი არის ეს, როცა ეს ვარიანტი არ არის, ეს ვარიანტი მომგებიანი ვარიანტია. შენ უნდა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ ასეთი ადამიანი მე ახლა არ ვერ დავასახელე, მეგულება 3-4 ადამიანი, ვის ირგვლივაც შეიძლება შეთანხმდე. რატო ვერ დავასახელე? თუ 3-4 ერთს ხომ არ ასახელებ? არ დავასახელებ, იმიტომ რომ ჩემი აზრია, ახლა იმ არც ადამიანს არ უთქვია პოლიტიკურ ლიდერებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. არა, საზოგადოების წარმომადგენლები. არა, არანაირ პოლიტიკურ პარტიებზე არ ლაპარაკე. ხო? რომელსაც ახლა მათი ნებართვა გარეშე ვერ ვიტყვი ამას და ასაპირებს არავინ მერად კენიცხავს. ეს ჩემი აზრია. ამიტომ ვიძახი რომ ეს უნდა შექმნას დღის წესრიგი პოლიტიკურმა პარტიამ. ეს ერთი ვარიანტია. როცა ეს ვარიანტი არ მუშაობს, მაშინ შენ უნდა მიხვიდე იქ სიტუაციამდე, რომ შექმნა, თუ არ მიდიხარ თვითმმართველობის არჩევნებზე. აი ხა რომ დანიშნოს მარტში არჩევნები ქართულმა ოცნებამ. როგორ გონია თქვენ გამოვა პოლიტიკური პარტიები და ითქვის არალეგიტიმურმა პარლამენტმა, არალეგიტიმურმა პრემიერმა, არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა დანიშნა არჩევნები და ჩვენ არ მივდივართ? ყველა დალაგდება და წავა არჩევნებზე საპარლამენტოს. ან თქვენ ამბობთ რომ პოლიტიკურ პროცესს ვერ ქმნის ვერც ერთი პლატფორმა, ვერც მეორე პლატფორმა. ვერც ზოგიერთი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება არ გადაიხადონ გირაო პრინციპულად და შესაბამისად იცით რა არის? ეხლა წავიდნენ საპატიმროში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მე ამ 2-3 დღეს სულ მქონდა მასთან კომუნიკაცია, სანამ ეს გადაწყვეტილებას მიიღებდა რა. ოქროშვილს გულისხმობ. დიახ, ხო და ვიცოდი რამ გადაწყვეტილებასაც რომ მიიღებდა, იმიტომ რომ ეს იყო მისი პოზიცია.
ისე მაგრამ აქტიურ პოლიტიკაში არ არის ოქროაშვილი და საინტერესო თქვენი კომუნიკაცია პირად საკითხებზე იყო თუ შესაძლებელია მის პოლიტიკურ გეგმებს წლებია ურთიერთობა გვაქვს და მე მაინტერესებს ხომ არ ქონია მას გარკვეული პოლიტიკური გეგმები და არა ეს მისი სამოქალაქო პოზიცია იყო მისი პოზიცია არ არა მის გადაწყვეტილება ამაში გამოისახა თქვა არ გულისხმობ ანუ შესაძლებელია მას ქონდა რაღაცა პოლიტიკური გეგმები და შესაძლებელია ესეც გახდა დამატებითი მოტივატორი იმისა რომ ის დღეს ციხეშია. გითხრათ რომ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე არანაირი პოლიტიკური გეგმები და რომ ჩავჯდეთ ციხეში და ხვალ ამას ვიზამ არანაირი არაფერი არ დგას ამის უკან პირდაპირ გეუბნებით რა. ჩემთვის პრობლემა არის ის რომ შეიძლება მისი არ დაპატიმრება. არის სამართლებრივი მექანიზმები, რადგანაც არის ყოფილიყო გამოყენება როგორც დევნა. ხო, ეხლა ზოგიერთმა გადაიხადა თანხა ჩვენ ვიცით ხო, ბატონმა ხაზარაძემ. ზოგი აპირებს გადახდას. ზოგი გადაიხდის, ზოგი ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილება. არ შეიძლება კრიტიკა არც ოქროაშვილის, არც ხაზარაძესი, არც ჯაფარაძეცი. რატო გადაიხადე, ან იმან რატო არ გადაიხადა. არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. აი ეს არის უკვე პრობლემა, ხვდებით? თუმცა ამაზე ლაპარაკობ. მაგრამ ეს მისი პოზიცია იყო. კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, შეიძლებოდა ისე გაკეთება, რომ პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილიყო. არის ეს მექანიზმები სამართლებრივი და იმ 10-იც არის 23-ში აქ სამართლო და იმეც ვიტყობ, რომ ხელისუფლება გააკეთებს დათვებს ამ მიმართულებით. მაგრამ ხა ნუ კაი ჩასვამენ მაქსიმუმ იქნება 5-6 თვე. პირობითად ლაპარაკობ რა. და რა ამხელა პოლიტიკური დევნის თემა გამოყენება რო ხდება, ამიტომ ვიძახი რომ არავის არ ითვალისწინებენ მეთქი მიყვით. ესე იგი შენ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ დაწყნა რომ რაღაც გეგმა უნდა შეიმუშაო. არ შეიძლება მე ასე ვთქვი და ასეა. შეიძლება მე მომწონს. მეორე მთქვას ასეა და ის არ მომწონს, მაგრამ კომპრომისი უნდა მივახციო. ესე იგი ხელისუფლება რო შეიცვალოს, არჩევნებამდე უნდა შექმნეს პირობები. სხვანაირად ვერ შეიცვლება. კიდევ ერთხელ ელემენტარულია. მარტში რო დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. რა ყველა მიდის? არ მიდიან? ხო არ შეიძლება აქ ლეგიტიმური იყოს, იქ ლეგიტიმური არ იყოს. არ იქნება ახალი CSGO და ჩვენ არ წავალ. ვინ არ უნდა გაიგეთოს ახალ CSGO-ს. როგორ ხელისუფლება გაიგეთებს ახალ CSGO-ს და ისე რომ ოპოზიცია იყოს და ყველა 4 ადგილია ოპოზიციის. მაშინ რის იმედი აქვს? ხო და მე არ ვიცი რის იმედი აქვს. პირდაპირ გეუბნებით რა. თუ იმედი აქვს რომ ხელისუფლება დღეს შეიცვლება, მე ამის იმედი აღარ მაქვს. იმიტომ რომ ხელისუფლება მიდის ავტოკრატიაზე. ჩვენ ვხედავთ ამას. კაი კანონმდებლობის მიღება რაც ხდება, ხო? პირდაპირ თქვა, ეს არის ძალაუფლების კონცენტრაციის თემა. რატომ კონცენტრაციის დამთავრების შემდგომ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება წავა არჩევნებს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. საპარლამენტო არჩევნებს. რა თქმა უნდა, წავა არჩევნებზე, იმიტომ რომ ეხა ის როიძახიან 28-მდე არ იქნება, ჩაატარებენ თუ ხელისუფლების კონცენტრაცია აქვს, თუ თვითმმართველობას იგებენ, პირობითად ლაპარაკობ. მათი დღის წესრიგი ხდება უკვე საპარლამენტო არჩევნები. იქ მიდის ოპოზიცია. აი დღეს რო თქვა საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს, მზად არის ოპოზიცია, არ არის მზად ამისთვის. კი ბატონო, კარგი და ბოლოსკენ რომ წავიდეთ, ნუ არ შემიძლია თქვენ იყოთ ჩემი გადაცემის სტუმარი და ამ თემასთან დაკავშირებით არ გითხოთ, ჩვენ ვხედავთ რომ აფხაზეთის ცხინვალის მოსახლეობას რუსეთმა ნიშნულად გაუმარტივა რუსეთის მოქალაქეების მიღების შესაძლებლობა. რა გათვლა აქვს ამ შემთხვევაში პუტინს და რუსეთის ფედერაციას, ანუ რა ვიცი, ამ ტერიტორიების ანექსირება, დამატებით რაში სჭირდება პუტინს? მეც არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ერთადერთი თქვენ ხართ წამყვანი, რომ სულ ხაზს უსვამთ აფხაზეთის თემას და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ამისათვის გადაგიხადოთ. ძალიან საინტერესო არის ეს საკანონმდებლო ცვლილება, რაც განხორციელდა მოქალაქეობის შესახებ კანონში აფხაზები და სამხრეთ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ჩვენი ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისათვის. კანონი მიღებული იყო ქალმა და დიდი ხანია ეს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღება და ყველა უკვე მოქალაქეა რუსეთის. ყველა. ეხლა შევიდა ორი ცვლილება. ისტორიის ჩაბარებაც თუ აფხაზეთში და ცხინვალში ცხოვრობ, რუსეთის ისტორიის ჩაბარება აღარ გიწევს. რუსული ენა ლიტერატურის ენის გამოსტა რაც არის, იმის ჩაბარებაც არ გიწევს. ეხლა ამით იმით თქვა, რომ მაინც იცი ამაგათო რუსული ენა, მაგრამ აი უფრო გაამარტივეს, მიხვდით? მე ეჭვი მაქვს, რომ ეს გამარტივება რაღაცა ამის უკან დგას, რაზეა ლაპარაკი? ხო არ განიხილება ვიღაცეების შემოყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეხლა აქ საუბარი არის ბევრი მომენტებია ის თურქეთში ვინც არიან აფხაზები, რომელსაც არ აქვთ ვთქვათ რუსული ენის ცოდნა და ისტორიის ცოდნა. არის ბევრი ვარიაცია განიხილება, საუბარი იყო ყარაბაღიდან ვინც წამოვიდა სომხები, ისინი შემოვიდნენ ცოტა მეტი რაოდენობით და საუბარი არის მათ თემასთან დაკავშირებით. ეხლა ეს ჯერ ამაზე დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ეს ვარაუდები არის, იმიტომ რომ
უფრო გამარტივება იმ მოქალაქეებსაც, ვინც იქ არის, ყველა მოქალაქეა უკვე. და არა ამ შემთხვევაში ინტერესი, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე რაღაცა დამატებითი ბერკეტის მოხდენის შესაძლებლობა არა, მე ვფიქრობ, რომ მიეცეთ? დემოგრაფიული მდგომარეობის შესაძლებლად უფრო რუსული პოზიციების გასაძლიერებლად ხდება ეს ყველაფერი, ხაზი მინდა გაუსვა. გასაძლიერებლად, იმიტომ რომ მათ ნახეს, რომ ამ დემოგრაფიული მდგომარეობით პრობლემები აქვთ, ხო? თქვათ ის მცირე, თქვათ აფხაზები, ბჭყალებში მოქალაქეები პრობლემას უქმნიან. იმ დაშინებებმა მოქალაქეების წართმობის ოპოზიციურ ლიდერებზე არ იმუშავა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე უარესი არის ის, რაც ხდება ხვალ. პარლამენტი იხილავს აფხაზეთის თემას ინვესტიციების კანონში ცვლილებების ეგრეთ წოდებული ხო, ეს უფრო მძიმეა. ესე იგი, მე არ ვიცი, არ მინახია ეს კანონ პროექტი, არ დაუდვიეთ ჯერ, რომ რა ცვლილებებზეა საუბარი, ეს ხვალ პირველი განხილვა არის. ესე იგი, ეს ცხადყოფს იმას, რომ რუსეთმა რაც ბადრა გუმბა მოიყვანა, ამის შემდეგ დაიწყო ისევ თავისი გატარება და ამ ფონზე მოქალაქეობის თემის დამატება. ეს ნიშნავს იმას, რომ ანექსიის ნიშნებია, მეტი არაფერი არ არის. დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლა, ისედაც შეცვლია ჩვენ დევნილები ვართ. 300,000 ადამიანი წამოვიდა, ხო? 550,000, 350,000, 550,000, 20,000-დან, ხო? ეხლა დაახლოებით იქ არის ჯამში 220-230,000 და აქედან ისევ ცვლიან, ესე იგი ჩვენს გარეშე ცვლიან დემოგრაფიულ მდგომარეობას. აი ამაზე უნდა იყოს დღეს საუბარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. და არა სიჩუმე. ვიცით, მანამდე რამხელა ასე ვთქვათ პროტესტი მოყვა ინვესტიციების შესახებ ეგრეთ წოდებულ კანონს, იქ იყო საუბარი. ხო, მაგრამ მაგის შემდეგ ამ პროტესტის შემქმნელებმა წააგეს არჩევნები, გავიდა პრორუსი ბჭყალებში კანდიდატი, ორივე პრორუსი იყო, მაგრამ ის უფრო პროაფხაზური იყო, ვიდრე და ყველა საინტერესო რა თემა იყო, იცით, გაბნოემა არავინ არ უსვამდა ამას ხაზს. თურქეთის მოქალაქე იყო ის არძიმბა, ვინც პროტესტებს ისევ სამთავრობო აგარაკების, ასე ვთქვათ. ხო, აი აგარაკების და ინვესტიციების თემაზე. ეხლა ისევ ეს კანონი დაბრუნდა. ოღონდ ამ ფონზე სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესეს, დახმარება შუქი გამორთული შუქი ჩაურთეს, შუქი ხო არ ქონდათ? თანხების განხორციელება დაიწყეს. ყველაზე პრობლემატური მე ეხლა ვიცი დრო არ არის, მაგრამ შემდგომში მინდა რომ ეს სერიოზული თემა არის. საუბარი არის რუსები ცდილობენ ენგურგესის ხელში ჩაგდებას. იქ არის ორი ვარნილხესი, რომელიც ომის დროს დაზიანდა. ეხლა მისი რუსებმა ჩაიგდეს ხელში და ამის აპირებენ ამისი შეკეთებას. აი ეს თუ მოხერხდა ჩვენს გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ შეიძლება ჩარევა გეს ჩვენ ვაკონტროლებთ, მაგრამ ეს ორი თუ ჩაიგდეს, მართვის პულტია იქ არის, შემდგომი შეტევა იქნება ენგურგესზე. ეგ არის ფაქტი. ამას წყალი არ გაუვა. ამიტომ ამისთვის უნდა იყოს მზადება დღეს და დღეს სიჩუმეა და უკვე რუსული კომპანიები შევიდნენ. რატო დუმან ჩვენები? რუსული კომპანიები იწყებენ მუშაობას ამ ორ ვარნილ ხეზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულად ჩვენთვის. როდესაც შეიძლება იგივე საქართველოს ენერგოსაფრთხოებას როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დაემუქროს, ნუ გარდა იმისა, რომ ძალიან ენგურგეს თუ დაემუქრა რაღაცა. ხო, ეხლა რა თუნდა ამას ლაპარაკი, ეხლა მე იმის თქმა არ მინდა რომ ხვალ მოხდება ეს, მაგრამ ამის საფუძველი როგორც სოხუმის აეროპორტზე ვიძახოდი, როგორც იმას ეს მზადდება ყველაფერი. როდესაც პარტიზანული მოძრაობა გაჩერდა, ამან პარტიზანული მოძრაობა რო ყოფილიყო, არაფერი არ იქნებოდა ეს. როგორც გაჩერდა, წამოვიდა ეკონომიკური თემები. აი ეხლა ბოლო შეტევა იქნება ენერგეტიკაზე და მე უკვე ჩვენ ფაქტურად აღმოჩნდებით მძევლები ენერგოსისტემაშიც კი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პაატა დავითაია, პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე იყო ჩვენ გადაცემის სტუმარი, სულოს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსით მე დაგიბრუნდებით უკვე 4 შაბათს, ჩვეულ დროს. მე და თქვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს პალიტრონიუსის ეთერში. ზუსტად 13 საათზე ბიზნესსა და ეკონომიკაში მიმდინარე თემებზე უნდა ვისაუბროთ.